შუა დღემშვიდო. დღემშვიდო ვისა მოგესალმებით. გამარჯობა მაყურებლებო. როგორც ყოველთვის საათახების განმავლობაში თქვენს განკარგულებაში ვიქნებით და რაღაც სხვადასხვა თემებზე ვილაპარაკებთ, რა თქმა უნდა. და ერთმანეთში არ მესტუმრებთან ერთად და როგორც მე გვაუწყა აწი ონლაინ სივრცეშიც ვიქნებით ხოლმე. და შეგიძლიათ Facebook-ზე შემოგვიერთდეთ, არა მარტო Facebook-ზე, პრინციპში, Instagram-ზეც, TikTok-ზეც თუ გვიპოვით, სულ საოცრება იქნება, იმიტომ რომ ჯერჯერობით მე მგონი არ ვარ თუ ვართ. კი, არის. პროცესი მიმდინარეობს. ანუ შეგიძლიათ იქაც გვიპოვოთ, სადაც არ ვართ, არ არის პრობლემა, თუ გვიპოვით, გამოგიგზავნეთ ჩვენს გვაინტერესებს. მოკლედ, ჩვენთან კონტაქტი თუ უნდა მაყურებელს, ჩვენი პოვნა არის ძალიან მარტივი. კი ბატონო. ასე რომ მოდით ახლა ანონსი ვნახოთ და შემდეგ დავუბრუნდეთ უკვე ლაპარაკს. დღეს გადაცემაში ნახავთ ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის სიახლეები. გადაცემის სტუმრებია ელიტა ხვედელიძე და გიორგი ღოღობერიძე. უნივერსიტეტის როგორც ინსტიტუციის მნიშვნელობა თემაზე ვრცლად ისაუბრებს ფილოსოფოსი გიორგი მასალკინი. რა აკრძალვებს გვიწესებს საზოგადოება და როგორ ყალიბდება თვითცენზურა. გადაცემის სტუმარია ფსიქოლოგი ირმა ბოლქვაძე. ბალეტი და დისციპლინა. გადაცემის სტუმარია თაკო კაკულია, ქორეოგრაფი და საბალეტო სკოლის ხელმძღვანელი. ესე იგი, პირველ რიგში რაც ახლა უნდა გააკეთოს ჩვენმა მაყურებელმა, კარგად უნდა მოვკალათდეს ტელევიზორთან, მოიმარჯონ ფინჯანი ყავა ან ჩაი და საათნახევრის განმავლობაში გვიერთგულონ, ხო? კი ბატონო, სტაფილოს წვენიც არ გაწყენდათ თუ მაინც და მაინც ჯანმრთელობისთვის ძალიან კარგია. კარგით, მოდით ახლა მოვემზადოთ დიდი მოგზაურობისთვის, რომელსაც ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს პირდება. რა სიახლეები აქვთ, რა გამოწვევების წინაშე არიან, რას თავაზობენ სტუდენტებს, ამას გავიგებთ ჩვენი სტუმრებისგან. ჩვენი სტუმრები იქნებიან ელიტა ხვედელიძე, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე აკადემიური მიმართულებით და ასევე გიორგი ღოღობერიძე, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტი და სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე. მოგესალმებით. თქვენ ასევე ღია კარის დღე გქონდათ 5, 6 და 7 მარტს. ხო, ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბროთ, მანამდე დავიწყოთ რა სიახლეები აქვს ნავიგაციის უნივერსიტეტს და რას პირდებით სტუდენტებს და რას უმზადებთ? სიახლეები გვაქვს, რომ ერთი წელია უნივერსიტეტმა უნდა განიცადა ინფრასტრუქტურის რებრენდინგი, ესე ვთქვათ, და ძალიან ლამაზ და კარგ პირობებს თავაზობთ უბრალოდ სტუდენტებს სწავლებისათვის, ესევე განახდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ძალიან ბევრი სიმულატორი ახალი განახდა და ინტეგრირება მოხდა ამ სიმულატორების. თქვენ იცით, რომ საზღვაო განათლება შეუძლებელია, როდესაც ინტეგრაცია სიმულატორების და ტრეინინგ მასალების არ არის სასწავლო პროცესში. განახდა ეს სიმულატორებიც და სტუდენტს აქვს საშუალება საკმაოდ თანამედროვე დონეზე მიიღოს საზღვაო ინდუსტრიის მოთხოვნები დღეისდღეობით. რამდენხანი იქნება სწავლება და ისწავლების პროცესი თვითონ როგორი არის? უნივერსიტეტი დღეს თავაზობს მრავალმხრივ საზღვაო განათლებას და პროგრამებს. ერთის მხრივ ეს არის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც არის უმეტესად 13 თვიანი, ეს არის საგემბანო რიგითები და სამანქანე რიგითები ზღვაში და ელექტრიკოსები. უმეტესად ეს არის 13 თვიანი პროგრამები, რომლებიც აბსოლუტურად 100%-ით ფინანსირდება სახელმწიფოს მიერ. ასევე ჩვენ გვაქვს ბაკალავრიატი, სადაც მთავარი ჩვენი მიმართულებები ტრადიციულად არის და რჩება საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტი, სადაც ჩვენ ვთავაზობთ გემის ნავიგაციის, საზღვაო ნავიგაციის და გემის მექანიკის საბაკალავრო პროგრამებს. ასევე გვაქვს საზღვაო საინჟინრო ფაკულტეტის ბაკალავრიატის პროგრამები 4 წლიანია და ჯერჯერობით არ იცვლება, მაგრამ ლოჯისტიკის ფაკულტეტზე საბაკალავრო პროგრამა უკვე 3 წლიანი გახდა. წელს შეიცვალა 4 წლიდან 3 წლიანი გახდა, ესევე ჩვენ ვთავაზობთ ლოჯისტიკის ფაკულტეტის მაგისტრატურის პროგრამას. როგორია გამოხმაურება საინტერესო? ფაქტია, რომ არ კარგავს ისევ აქტიურობას ეს პროფესია. ეს პროფესია ნამდვილად არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში არის პოპულარული, მოთხოვნადი და მთავარი მისი მიზეზი მიმზიდველობის, რა თქმა უნდა, რჩება მაღალი ანაზღაურება.
მოდი ვკითხოთ გიორგის სტუდენტი ხარ ჯერ კიდევ ხო? აი როგორი არის შენთვის სტუდენტობა ამ უნივერსიტეტში? მოგესალმებით და მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. უშუალოდ სტუდენტობას რაც შეეხება, ჩემი აზრით სტუდენტისთვის მხოლოდ რომ ვივარაუდოთ, რომ ლექციაზე მისვლა და ლექციის დასრულების შემდეგ სახლში წასვლა ესე არ არის ნამდვილად, იმიტომ რომ მე თვითონ თვითმმართველობის თავმჯდომარე ვარ და მაქსიმალურად ვცდილობ, რომ სტუდენტებისთვის შევქმნათ ის გარემო, რომ ლექციასთან ერთად მათი ცხოვრება იყოს აქტიური, როგორც სპორტული, ასევე შემეცნებითი ღონისძიებებით. გეგმავთ ძალიან მასშტაბურ პროექტებს, რომელსაც მალე დავანონსებთ ჩვენს Facebook გვერდზე. Online სივრცეებში და ვფიქრობ, რომ სტუდენტისთვის მნიშვნელოვანია ისწავლოს ისეთ გარემოში, სადაც იქნება მისთვის მორგებული. თავიდან რო ჩავაბარე მახსოვს, რომ ძალიან რთული იყო, მაგრამ სწავლასთან ერთად ურთიერთობა და კომუნიკაცია ვისწავლე, რაც უმთავრესია ჩემი აზრით მეზღვაურისთვის, რომ კომუნიკაცია შეეძლოს უშუალოდ სხვა გარემოში. თქვენ პირადად რამდენი ხანია რაც სწავლობთ? მე მესამე კურსს დავამთავრებ მალე და უკვე სწავლობ პრაქტიკებზე. გავიარო. რაშიც მეხმარება რა თქმა უნდა ჩემი უნივერსიტეტი. საკმაოდ რთული პროფესია, ყველაზე გონია რომ მარტივია, აი მეზღვაურია და თან იქ უამრავი პროფესიებია კიდე, არა მარტო კაპიტნის აი ისე შემდეგ. თქვენ ფსიქოლოგიური მზაობაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. აი ამ კუთხით როგორ გადიხართ? კი ერთია სურვილი რომ გვინდა გავხდეთ აი ეს პროფესიის ნაწილი, მაგრამ მზაობა ფსიქოლოგიური მეორე. არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ, ნამდვილად ფსიქოლოგიური მზაობა ყოველთვის მნიშვნელოვანია. თან ყველაზე მეტად გამოვარჩევდი ამ უნივერსიტეტს იმით, რომ უშუალოდ ჩვენი ლექტორები არიან გამოცდილი მეზღვაურები, რომელიც ჩამოდიან და ზუსტად გვიხატავენ იმ ნახას, თუ რა გველის სამომავლოდ გემის ცხოვრებაში. ფსიქოლოგიური მდგრადობა უშუალოდ იწყება ჩვენთან პირველი კურსიდან, როდესაც პრაქტიკები წვნები იწყება და სტუდენტს უკვე შეუძლია განსაზღვროს ის სირთულე თუ რა შეხვდება სამომავლოდ გემაზე. ყოფილა ესეთი გამოცდილება მაგალითად ქონდა სურვილი, მაგრამ ფსიქოლოგიურად ვერ გავაკეთებ ვერაფრით, რა თქმა უნდა, ალბათ იქნებოდა და საინტერესოა, რამდენ ადამიანს ემართება, რატომ ემართება. მე სამწუხაროდ ხა სტატისტიკა არა გვაქვს, მაგრამ ვიცით რომ არის სამწუხაროდ რაშია საქმე, როდესაც ჩვენ ვითარებაში, ქართულ ვითარებაში მინდა ვთქვა, რომ ღმერთით ალბათ იქნება მომავალში, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენ ქართული ფლოტი არ აქვს. ამიტომ სტუდენტები რეალ ცხოვრებაში გემზე პრაქტიკას გადიან მეოთხე კურსის ბოლოს. ამიტომ მეოთხე კურსამდე მათ აქვთ სიმულატორებზე კი პრაქტიკული რა მეცადინეობები, მაგრამ რეალური გარემო ზღვაში სულ სხვაა გემზე, როდესაც იზოლირებული ხარ 22 კაცს ეკიპაჟში. თუმცა ისიც უნდა ვახსენოთ, რამდენჯერმე სიუჟეტის გადასაღებად ვიყავით მოსული თქვენთან, აი რასაც ხედავთ კაცი ყველაფერი ვნახეთ და სიმულატორზე გემი ვატარე და მიუხედავად იმისა, რომ თქვენთვის შეიძლება უკვე ვისაც რეალურთან გქონდათ შეხება ცოტა უკვე ის სათამაშოს გავს, ჩემთვის რეალური იყო და ის სრუტე რო გავიარე. ძალიან საინტერესოა კი შეუქმნია ასე რომ რეალური ცხოვრება მაინც სხვანაირია. ჩვენმა სტუდენტებმა სანამდე კიდე დაიწყებდნენ სწავლას, ტრადიციები დიდია, ძალიან ბევრი ისა ოჯახებიც არის, ხო? მეზღვაურები და ბავშვებს უყვებიან რას უნდა ელოდონ, მაგრამ რეალურად მხოლოდ გემის ვიბრაცია შეიძლება რომ ვერ აიტანოს ადამიანმა და ფსიქოლოგიური პრობლემები დაეწყოს. ამიტომ სამწუხაროდ სტუდენტმა სანამდე აი ფაქტიურად სწავლის დასრულების ბოლოს არ მიდის პრაქტიკაზე, არ იცის რა არის რეალური ცხოვრება ნამდვილ აი შორეულ ნაოსნობაში. არის რა თქმა უნდა, რომ პირველივე პრაქტიკის ან რეისის შემდეგ ამბობენ უარს. მაგრამ ამასთან ერთად ის ცოდნა, რომელსაც საზღვაო განათლებაში ისინი ღებულობენ და მერწმუნეთ ეს არ არის ადვილი ცოდნა და ისინი მართლაც მრავალ სექტორალურ განათლებას ღებულობენ. და ის მერეც ადგებათ ნაპირზეც და მინდა მაინც აღვნიშნო მე მაშინ თქვი რომ ეს რთული პროფესია რომ ყველა ჩვენი მეზღვაური რომელიც უკვე მაღალ რანგის ოფიცრობას მიაღწევს ეს არის მაღალ ტექნოლოგიური სპეციალისტი ისევ და ისევ მულტისექტორალური განათლებით და ეს ჩვენი რეგიონისთვის არის დიდი პლუსი, ერთია რომ ხელფასი აქვთ მაღალი, მეზღვაურებს როგორც წესი ჩვენი სოციუმი უყურებს როგორც შეძლებულ ადამიანებს კი, მაგრამ ძალიან მინდა რომ იცოდნენ რომ ეს არის მაღალი განათლების მცოდნე ადამიანები და ესეთი ადამიანები კი ბატონო, სხვა შორის მენეჯერები, რომლებიც შემდეგ მომავალს მიშვილებს გაგვიზდიან ესევე მაღალ
ხარისხზე და ეს ძალიან კარგია. უნდა აღნიშნოთ, რომ ერთი არა სტუდენტი დაამთავრებს სწავლებას და უკვე აქვს მას შესაძლებლობა რომ წავიდეს ნაოსნობაში და მეორეა ის ფაქტი, რომ ისინი მუდმივად სწავლების პროცესში არიან. შემდეგ პერიოდშიც და მუდმივად გადამზადებაში არიან. საინტერესოა გიორგი შენ შემთხვევაში აი როგორ შეარჩია ეს პროფესია, რა განაპირობა რომ აგერჩია ეს პროფესია. თავიდან რომ მივყვეთ გადაწყვეტილი არ მქონდა ალბათ სანამ აბიტურიენტი გავხდებოდი უშუალოდ შემდეგ ყოველთვის არის ეს სამეგობრო წლის საოჯახო წლის ზეგავლენა ასეთ საკითხში რა ხო და თავიდან როდესაც დაიწყო ღია კარის დღეები გამოცხადა დავდიოდი ძალიან ბევრ უნივერსიტეტში როდესაც ვიყავი ნავიგაციის უნივერსიტეტში გავიგე რომ იყო კარგი გასწვრივი პროგრამები ჩემთვის მორგებული გადახდის პირობები და ის ბევრი ჩამონათვალი რომელიც აკმაყოფილებდა ჩემს კრიტერიუმს ჩავაბარე მეორე კურსიდან წავედი გასწვრივ პროგრამაში, იქაც ვისწავლე, დავამთავრე და ეხლა ჩამოვედი, უკვე დავამთავრებ მესამე კურსს და წავალ შემდეგ უკვე პრაქტიკებზე. ამიტომ ეს პროფესია ჩემთვის ალბათ უფრო ზეგავლენით იყო, ვიდრე ჩემი სურვილის, მაგრამ უკვე ხვდები რომ სწორ გზას ვადგავარ და ვფიქრობ რომ სამწუხაროდ დიწამედებას მივაღწევ. ანუ რომანტიკული ნაწილი შემცირდა როგორც ვატყობ, რომ ადრე იყო, მაგალითად მეკობრეობაზე ოცნებობდი ბავშვობაში, რაღაც ფილს უყურებდი კარიბის ზღვის მეკობრეებს და მე მიდიოდი, რაღაც გავლენი პროფესიაში, იმიტომ რომ მართლა რთული პროფესია ხა ყველა მიცით, იმიტომ რომ მარტო ასეთი შვიდ ზღვაში უბრალოდ ნარნარი და გემის შეღებვა და რაღაც მარტო ახლა ისეთი შტორმია, მეზღვაურები როდებენ ამას ფსიქოლოგიური მზადობა კი არა, რაღაცა ღვთაებრივი უნარები უნდა ქონდეს, უბრალოდ რომ იდგე გემბანს და უყურებდე როგორ ჩემზე ვიდეოს ყურებაც მოქმედებს, წარმოვიდგინე, იქ რო წარმოვიდგინე. კარგად რომ დააკვირდე და ანუ აი თქვენ აღნიშნეთ ხო, მანამდე რამდენჯერმე თქვენ ციცით მაყურებელმა დარწმუნებული ვარ, რომ ეს დიდი ცოდნა, დიდი გამძლეობა და ძალიან ძლიერი ფსიქოლოგიური გრადობა ჭირდება, უბრალოდ გემბანზე რომ იდგე. თან ასეთი პრაგმატული არჩევანი ხო ადაპტაციის 100%-იანი უნარები უნდა ქონდეს ადამიანს როგორც წყალიც კი ეცვლება დროდესაც მაშინ მიდიან ანუ სერიოზული წვრთნა ყოველ რეისში სხვადასხვა ეკიპაჟი ხდება მეზღვაურს და ადაპტაცია აქვს ძალიან გარდა ამისა დიდი მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელობას მე როგორც ვიცი ხო უნდა აკმაყოფილოს მეზღვაური ყველა კიდე აბიტურიენტიც კი გადის სპეციალურ საზღვაო სამედიცინო შემოწმებას და უნდა ყველა წასვლაზე და მინიმალური სტანდარტები ჯანმრთელობის უნდა იყოს მოთხოვნილი. ასევე მნიშვნელოვანი აღნიშნოთ, არა მარტო ჩვენი ქალაქის მკვიდრნი მოდიან ამ უნივერსიტეტში, არამედ ძალიან ბევრი ქალაქებიდან არიან დაინტერესებული და ყავთ აი ესეთი სტუდენტებიც. ამაზეც რომ ვისაუბროთ. სამწუხაროდ მე ვთვლი, რომ ეს პროფესია ნამდვილად ძალიან მიმზიდველია და აჭარის რეგიონის გასწვრივ მიმართვიანობა არა გვაქვს მაღალი არის რომ დასავლეთ საქართველოსთან აღმოსავლეთიდან საერთოდ ცუდი და უკვე ჩვენ შემდეგი წლის აგეგმარებაში უნივერსიტეტს აქვს ესეთი გეგმა რომ პოპულარიზაცია გავაკეთოთ პროფესიის და გვინდა რომ აღმოსავლეთის საქართველოს ახალგაზრდებმაც გაიგონ და მოიხმარონ ის ბენეფიტები რაც აქვს ამ პროფესიას მე სულ ვამბობ ამას რომ 4 წლის ბაკალავრიატის შემდეგ თუ სტუდენტი არის მომზადებული, მისწრაფული განათლების მიმართ პირველივე ხელფასის ზღვაში $3000 და ეს არ არის პატარა. მაგალითად ესეთი პროფესიები როგორც არის IT ტექნოლოგიებში ახალგაზრდები, რომ გადავიყვანოთ ეკვივალენტი მაქსიმალური ახლა 3-დან 10000 ლარამდეა ეს მუდმივად ხო საქართველოში. ანუ მეზღვაურები მაინც ძალიან კონკურენტული არიანობა, მეზღვაურობა რჩება ხელფასის რაოდენობის თან თუ მეზღვაური ხარ და თან ფლოპ IT ტექნოლოგიებზე და გზაში პროგრამისტობ თავისუფალ დროს გიორგი კარგად დავიმახსოვროთ. სხვათაშორის ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი, ზუსტად თქვენ აღნიშნეთ, არის აი ესეთი ხელფასის თემაც. იმიტომ რომ შესაძლებელია რომ ადამიანს უნდოდეს სხვა პროფესია, მაგრამ რა კი მაღალანაზღაურებადია და არის ამის შესაძლებლობა, უფრო მეტად აი ამ შემთხვევაში ირჩევენ ამ პროფესიას და შემდეგ შეიძლება ზუსტად მან წააწყდნენ აი ფსიქოლოგიურ არმზაობას, ესე ვთქვათ. ხშირად ხდება რომ ერთი-ორი გაცურვის მერე ხვდებიან რომ მათი არაა. რომ რაც უნდა მაღალი იყოს ხელფასი ვერ ჩაანაცვლებ ამას იმ სურვილით, იმიტომ რომ ახლა მართლა ხა დაუშვათ თქვენ თქვით კომუნიკაციის უნარი უნდა გქონდეს, აი ყოველ 3 თვეში, 6 თვეში ერთხელ ახალ ადამიანებთან გაქვს სულ ურთიერთობა. ხო იშვიათად რომ გაგიმართლოს და ერთი და იგივე გუნდი ცურავს. თან აბსოლუტურად სხვადასხვა ქვეყნიდან, რა ვარტო შენი ქვეყნიდან. ანუ ერთი შეიძლება იყოს ფილიპინელი, მეორე იყოს კანადელი, მესამე მექსიკელი, არ ვიცი ასე და უნდა შეგეძლოს ყველასთან საერთოდ უნდა გამონახო და
გემი ცოცხალი ორგანიზმია, თითქმის სამხედრო მოწყობაა ზღვაში რო ხარ, ანუ რაღაც იერარქია, იმიტომ რომ ყველაფერი დამოკიდებულია სისწრაფეზე, ზუსტ, ასე ვთქვათ, გაგებაზე და სუბორდინაციის და დისციპლინის დიდი სტანდარტებია მოთხოვნილი კი ბატონო. მაინც ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო ცხოვრება აქვთ ხო არა მხოლოდ სამსახურის მიმართულებით, რა ვიცი, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში უწევთ ხოლმე შესვლა და ხო, თავისი ხიბლი აქვს, ახლა არც ერთი სამსახური არ არსებობს სამსახური, რომელსაც თავისი მინუსი არ აქვს და ვფიქრობ, რომ მხოლოდ მაღალი ანაზღაურება არ არის ეს რაღაცნაირად. კი, მაგალითად შრომას თავისი ფასი აქვს, მე ასე ვფიქრობ. მაგალითად იცოდებენ თავს, რომ მოწყვეტილი არიან ოჯახებს, მაგრამ ნახეთ, როგორ არის დღევანდელი საზღვაო ინდუსტრია, ძალიან მკაფიოდ ბევრს არაცურავებს, ესე ვთქვათ, მეზღვაურებს, რო არ კონდეთ სტრესული გადატვირთვა, როგორც წესი, ესეთი მყარი კონტრაქტები არის 4 თვე ზღვაში, 4 თვე ან 3 თვე ნაპირზე. ნუ, როდესაც შენ საქართველოში მუშაობ, შენ მთელი წლის განმავლობაში 24 საათი ხო მუშაობ მთელი დღე და ოჯახს წყდები მთელი წლის განმავლობაში. მეზღვაურს აქვს საშუალება, რომ ის 4 თვე გაატაროს 24 მაგრამ ხშირია თან ფაქტები, როცა ერთი სული აქვს, ოჯახთან ერთად წავლენ და ის 4 თვე წავარჩენ არიან მუშაობას და დიდი ხანი ხო არ შეუძლია. კი ბატონო, რაც შეეხება ღია კარის დღეს, რა მიმართ, რა დატვირთვის იყო ეს ღია კარის დღე? ზოგადად რა სამსახურება ხოლმე? ო, ნუ ყოველთვის მნიშვნელოვანია აბიტურიენტის მოსვლა უნივერსიტეტში. უშუალოდ ჩვენი უნივერსიტეტი დარწმუნებული ვარ, ყველა უნივერსიტეტი ნებისმიერ დროს აბიტურიენტს გაუგებს კარტს, შემოიყვანს, ჩაუტარებს ტურს, გააცნობს უნივერსიტეტის ბიოგრაფიას და ყველა იმ პრივილეგიებს, რომელიც აქვს უნივერსიტეტს. კი ბატონო. როდესაც მოდიან ჩვენი მოწვევითაც და მათი სურვილითაც სკოლები, აბიტურიენტები, უშუალოდ ისმენენ ჩვენს ბიოგრაფიას, წვრთნებზე დადიან, გადიან სიმულაციებზე, სიმულატორებთან მუშაობას. და ყველა იმ მოვლენას, რომელსაც შეხვდებიან გემზე, უშუალოდ ყველა იმ 4 წელს, რომელიც უნდა ისწავლოს, ერთ დღეში და 3 საათში ატევს. მცირედით, მაგრამ დარწმუნებული ვარ დიდი ზეგავლენით. ამით ჩვენ ვეხმარებით მოსწავლეებს, სკოლის მოსწავლეებს პროფორიენტაციაში, იმიტომ რომ მაგალითად ჩემი ასაკის ადამიანებისთვის დიდი ამორჩევანი პროფესიის არ იყო, ალბათ 4 პროფესია იყო იურისტი, ექიმი, ეკონომისტი და მეზღვაური, ეხლა ძალიან მრავალფეროვანია და უჭირს სკოლის მოსწავლეს გადაწყვიტოს რა კარიერა ამოირჩიოს. მით უმეტეს გვინდა რომ გავაცნოთ უნივერსიტეტი, რომ ბათუმში არის ესეთი კარგი ლამაზი, კომფორტული და ძალიან კარგი პროგრამების მომწოდებელი უნივერსიტეტი. ამიტომ სულ ღია ვართ ყველა სკოლისთვის, რომ მოვიდნენ და გაეცნონ უნივერსიტეტს. დაეხმარებით თან გადაწყვეტილების მიღებაში და შემდეგში პროფესიის არჩევაში. ძალიან კარგია. პატა, ხო არის ნანობ. არ მე ხშირად მსმენია სხვათა შორის აი დედაქალაქში განსაკუთრებით, რომ აი ბათუმში რო ცხოვრობდი, აუცილებლად მეზღვაური ვიქნებოდი. მაშინ ბათუმში ვერ იცხოვრობდი წელიწადში 4 თვე. როგორ? ბათუმში ვერ იცხოვრობდი წელიწადში 4 თვე მაინც. არა, უფრო რატო ამბობენ ამას, იცი ვფიქრობ, აი მე მგონი ძვისშვილები ვარ ხო, ამ თემაზე, რომ ხო, უფრო დიდი ინტერესი თავდაპირველად აი ამ კუთხიდან იყო და რაღაცომღაც დედაქალაქში არ სარგებლობდა დიდი პოპულარობით ეს პროფესია, მაგრამ ახლა ინტერესი ძალიან დიდია და იმედი მაქვს, რომ უფრო ფართო მასშტაბზე გავალთ და მათ მოთხოვნებსაც მალე დავაკმაყოფილებთ, ხო? შესანიშნავი, მაშინ ერთი დაგვრჩა, როგორც ვიხდი ამ საუბრიდან, საბოლოოდ ერთი ფლოტი დაგვრჩა. ესეც იქნება აუცილებლად და ჩვენი პორტების გაძლიერება აუცილებლად ვიმედოვნოთ იქნება. ეს ძალიან ჩვენ ხელშია. წარმატებებს გისურვებთ. შეგვიძლია მორანავებით დავიწყოთ და მე გადავიდეთ. მადლობა, ბევრ სტუდენტს გისურვებთ, გიორგი. წარმატებას გისურვებ და რა ვიცი, ბედნიერ ნაოსნობას და ხშირად ალბათ მოგიწოთ ხოლმე, რომ დაბრუნდებით ხოლმე განსაკუთრებით მეზღვაურთა დღეს ვიცით ხოლმე თქვენი შეწუხება ხოლმე. და ჩვენ რამდენიმე წელში დაგიბრუნდებით რა თქმა უნდა. მადლობა. მადლობა.
დავბრუნდით ისე. სტუმარის ასეთი უნდა ხო, ასე სწრაფად. აი რასთვისაც როცა სტუმარს უყვარს ჩვენთან სტუმრობა. მე მგონი აქვე იყო და უბრალოდ ანუ ისეთ თემაზე ვლაპარაკობთ, პრინციპში რამდენიმე ადამიანი მოგვიაზრებოდა სულ რაღაც რამდენიმე ადამიანი, ვინც ამ თემაზე ასე ილაპარაკებდა და გვაინტერესებდა, ანუ ამბავი არის ასეთი, ჩვენ მოგეხსენებათ, ვინც ერთგული მაყურებელია, რომ ხშირად რაღაც კალენდარულ დღეებს ვამტყევთ ხოლმე რაღაც თემებს. და ეს არ არის მარტო მაინც და მაინც ადგილობრივი კალენდარი, ამ სოფლიო კალენდარი და ამ დღეებში, როდესაც ვიქექებოდით, აღმოჩნდა, რომ დღეს არის ვენის უნივერსიტეტის დაფუძნების დღე და ეს ყოფილა, იმიტომ ამბობ, რომ ეს ჩვენი პროფესია არა მიცოდა თავიდან. მესამე უნივერსიტეტი ასაკით ევროპის ტერიტორიაზე და სიდიდითაც 85,000 ადამიანი სწავლობს წარმოიდგინე ერთდროულად. და 10,000 თუ 12,000 მარტო სალექციო კურსი ყოფილა. წარმოიდგინე მასშტაბები, თუმცა არ მიკვირს, იმიტომ რომ სულ რაღაც 15-20 წლის წინ, როდესაც სწავლობდით ჩვენს უნივერსიტეტში, მაშინ ამბობდნენ, რომ 800 ადამიანი იყო სულ რაღაც ბსეუში. მე უკვე როდესაც ვამთავრებდით, ამბობდნენ, რომ სადაც 4,000-ია და დღევანდელი ციფრი, მე მგონი 1+1-0-ია, იმიტომ რომ შენობა არა მარტო ის არის, რომელიც რუსთაველს ამშვენებს, არამედ მთელი ბაზები აქვს ქალაქში მოფენილი და შესაბამისად იმ 85,000-საც დიდად არ გამიკვირდა. აღმოჩნდა, რომ მე-14 საუკუნის შუაში დაფუძნეს უნივერსიტეტი და ერთ-ერთი ყველაზე უძველესია, მესამე ადგილზეა სიძველით და ზოგადად დავინტერესდით უკვე ამ ფაქტით, ამ კუთხით, რომ რა მნიშვნელობა აქვს ზოგადად, როდესაც ქვეყანაში რომელიღაცა ეტაპზე ისტორიულად ჩნდება რაღაცნაირი ისეთი სასწავლებელი, სადაც უკვე სხვადასხვა მეცნიერებები ისწავლება არა დაუშვათ ვიღაც ფილოსოფოსთან ან მათემატიკოსთან სახლში, ან სადმე ეზოში როგორც ძველ საბერძნეთში იყო, არამედ სპეციალურად გამოყოფილ აშენებულ ადგილას, რომელიც სახელმწიფომ დააფინანსა და ამ შემთხვევაში არა კერძო ადამიანებმა, იმიტომ რომ მოგეხსენებათ მე-14 საუკუნეა და როდესაც სახელმწიფო დაინტერესებულია სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტების სისტემატიური გამოშვებით. და როდესაც ხდება დაუშვათ ამ ცოდნის თაობიდან თაობაზე გადაცემა უკვე სისტემურად და იქ მუშაობს ხალხი, რომელსაც მაგალითად დღესაც ფილმებშიც გვინახავს, რომ თავის არ გამოუყვიათ იმ საუნივერსიტეტო ქალაქებიდან და ისე იწყებენ ცხოვრებას და ისე ამთავრებენ, რომ ის ნობელის პრემიაც კი იმ ქალაქს არ გაცდენილა, სადაც ისინი არიან და კომფორტულად არიან სხვათა შორის, იმიტომ რომ იმ ქალაქებში ყველაფერი არის სტუდენტისთვისაც და პედაგოგისთვისაც. და კიდევ ისევ დაუბრუნდებ შეკითხვას, ჩვენს სტუმართან ასეთ შეკითხვა გვექნება პირველ რიგში, როდესაც გაგაცნობთ, რას ნიშნავს ზოგადად უნივერსიტეტის გაჩენა, სასწავლებლის გაჩენა და იმ ფაქტსაც დავეკითხებით ჩვენთან რომ მე-11 საუკუნეში გაჩნდა სასწავლებლები და დაუშვათ შეიძლება ისინი არ შემოჩნდნენ პირველი სახით, მაგრამ გავლენა იქონიეს. ფაქტია რომ გავლენა იქონიეს ჩვენს საზოგადოებაზე, მის ასე თუ ისე განვითარებაზე და შესაბამისად რა შედეგი მივიღეთ და დაუშვათ რამე პროგნოზები თუ არსებობს, აი მომავალში რას მოგვიტანს ის რომ ასე თუ ისე ჩვენი ქვეყანა, ჩვენი საზოგადოება, ასე ვთქვათ, ზრუნავს იმაზე, რომ სასწავლებლები არსებობს და ვითარდებოდეს. ჩვენი სტუმარი არის ბატონი გიორგი მასალკინი. მოგესალმებით. და ბატონო გიორგი. აი ძალიან გრძელი შეკითხვას დავჭირით და მოგაწოდებ თუ აი ეს ჯერ ზოგადად ვილაპარაკოთ და მე დავხდომად. ზოგადად სიამოვნებით დავდივარ თქვენს გადაცემაში, მაგრამ ძალიან საინტერესო დაემთხვა მენეჯერმა რო დარეკა აი ამ თემაზე თუ იქნება საუბარი, თუ შეძებ საუბარსო, 1 საათი ტარდება მქონდა ჩატარებული პირველი ლექცია განათლების ფილოსოფიაში, სადაც ბუნებრივი ამ თემით ვიწყებ. უნივერსიტეტი და მოსამართლე განათლების როლი ქვეყნის განვითარებაში. ხო. შენახსენე გელათი და იყალთო. ხო. და ნახეთ, როდესაც საქართველო იყო ძლიერი, მან შექმნა ორი დიდებული აკადემიური სივრცე, მოდით ასე ვთქვათ, იმიტომ რომ იქ ისწავლებოდა სხვადასხვა მეცნიერებები, როგორც კი ჩვენ დაკარგულის ორიენტეტის საუკუნეები დაგვიდგა და პრაქტიკულად 8 საუკუნე, ხო, ჩვენ თავს მხოლოდ ნაწილობრივ ეკუთვნოდით, გაქრა უნივერსიტეტი და უნივერსიტეტთან ერთად ხდება რა? ხდება აზრთა დისციპლინა, ხდება აკადემიურობა, კამათის კულტურა, პოლემიკის კულტურა, შეკითხვებზე საერო პასუხების ძიება და არა მარტო საერო და დაფიქრდით ჩვენი თერგდალეულები სადღებულობდნენ განათლებას, ანუ ევროპულ განათლებას სადღებულობდნენ
ისინი იძულებული იყვნენ წასულიყვნენ მოსკოვში, პეტერბურგში, კიევში, ხარკოვში, სადაც დიდი უნივერსიტეტები არსებობდა და უკვე რუსეთის მიერ აპრობირებულ გაფეთლურ ევროპულ განათლებას ღებულობდნენ და შემდეგ ჩამოკვდნენ აქ. ამიტომ საქართველოში 1920 წელს გაიხსნა, ხო, მე მგონი ჩვენი უნივერსიტეტი. პირველი დამოკიდებელის პერიოდში. აი ეს ჩემი აზრით იყო ძალიან დიდი მოვლენა და რომ არა 1921 წლის 25 თებერვალი და ეს 3 წელი თავისი უნივერსიტეტი, თავისი განათლებისადმი ყურადღებით რო გაგრძელებულიყო, ჩვენ ახლა ვიქნებოდით კარგი დონის ევროპული სახელმწიფო. მithოდეს ამის მზაობა იყო საზოგადოებაში, ხო? ვინ დავჭათ მეცნიერებაში და ვინ შექმნა მე-20 საუკუნის მეცნიერება? ყველა ეს ხალხი, ვინ ჩვენ გავუშვით სასწავლებლად ევროპაში. ამაში ფული დაიხარჯა, ამაში ოქრო დაიხარჯა, ამის გაცნობიერება ჰქონდა იმ დროინდელ ხელისუფლებას, რომელიც წარმოიდგინეთ, თავდაბოლომდე პოსტმაჟორულ სიტუაციაში იყო. და მიაქციეთ ყურადღება, აი, რომელი უნივერსიტეტის ეს არისო, თქვენ ახსენეთ, ვენის. ამ შემთხვევაში. ხო, ისე დაობს ორი ქალაქი, იცით, ხო? ბოლონია და პარიზის უნივერსიტეტი, ვინ არის უფრო ძველი. ნუ მე მაინც უბრალოდ სხვადასხვა ტიპის უნივერსიტეტები იყო. მაგრამ ამას არ აღნიშნულობ ორივე მე-12 საუკუნის ერთი ქვეყნისაა. ხო. და ნახეთ, როგორც კი ქვეყანა ძლიერდებოდა, ან ეს მოყვებოდა უნივერსიტეტის დაარსებას, ან შემდეგ იმ ძლიერ ქვეყანაში ჩნდებოდა რამდენიმე უნივერსიტეტი. იტალია, საფრანგეთი, ინგლისი, ხოლო შემდეგ გერმანია, ხოლო შემდეგ პორტუგალია, ხოლო შემდეგ ესპანეთი. 20 საუკეთესო უნივერსიტეტი რო ავიღოთ. აქედან 10 ამერიკაშია. დღეს არის ბუნებრივი ოქსფორდი, კემბრიჯი, არის ჩინური 2, არის 2 სინგაპურიდან, არის 1 შვედეთში, 2 გერმანიაში, მაგრამ საფრანგეთშიც 2-3, მაგრამ რატო 10 ამერიკაში? და რატო ლიდერობს ამერიკა ტექნოლოგიურად? ხო, ჯერ ხო რა IQ უფრო მაღალი აქვს ვიდრე იაპონელებს, ჩინელებს, ინდოელებს არა. კლებები ადასტურებს, რომ იმათ ოდნავ უფრო მაღალიც კი აქვს. უფრო ასე ვთქვათ, შრომის მოყვარენი არიან, ვერ შეძლებიან გერმანელებს, გერმანელებს, ვერც ჰოლანდიელებს. მაშინ რა ხდება? ჩემი აზრით მარტივი რა ხდება? სწორი ინვესტირება, კაპიტალ დაბანდება უნივერსიტეტში. არ მინდა გითხრათ, მაყურებელს არ მინდა იცოდეთ, რამდენია ჰარვარდის ბიუჯეტი, იმიტომ რომ შეიძლება ეწყინება, დაახლოებით ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტია. სწავლის ფასი, ახლა ანგლო-საქსონური ტრადიცია, საქსონური ბევრს იხდიან, მაგრამ შემდეგ შენ გარანტირებული ხარ მთელი ცხოვრება მაღალი ხელფასით და აი სწორი ინვესტირებით მათ ბევრი ჩადეს განათლებაში და ამიტომ კომპიუტერულ ტექნოლოგიებში, კოსმოსში და ასე შემდეგ, რაც შემდეგ ყველაფერზე ახდენს გავლენას, ამერიკა ლიდერობს. და არ ეთაკილებად უცხოელი სპეციალისტების, ფილმები ყოფილი სტუდენტების, სპეციალისტების განვითარებისთვის ყველაფერთვის ერთი აფროამერიკელია, ახლა უკვე შეიძლება ქართველებიც გაჩნდეს. ყველაზე ერთ-ერთი სასაცილო პოსტია Facebook-ზე, სასაცილო ისე და ადამიანურად გაგიღიმება, რომ როგორც იქნა ამერიკის მათემატიკის ნაკრებმა აჯობა ჩინეთის მათემატიკის ნაკრებს და იქაც ჩინელები არიან და აქაც ჩინელები არიან. ნახიმად. სხვათა შორის, აი ჩვენ გვაქვს IT სამსახური, ხო? შესანიშნავი ახალგაზრდა ბიჭები არიან, მუშაობენ, ხო ეს მართლა დიდი სიფცია უნივერსიტეტი, ქობულეთიდან დაწყებული, სხვადასხვა ლოკაციაზე არის კორპუსები და ასე შემდეგ. ხელფას უხდით, მაგრამ ვერ ვაჩერებთ კადრებს, იმიტომ რომ ნებისმიერ კერძო სტრუქტურაში მათ უფრო მეც უხდიან. კარგი IT-შნიკი ახლა თქვენ ხომ იცით? თან IT სპეციალისტი ანუ ისეთ ენაზე წერს, რომელიც ახ ქართულად არ აკეთებს კოდებს. შესაბამისად, შეუძლია დასაკეთდეს სოფლიოში ნებისმიერ. ეს ერთი და თვითონ საქართველოშიც კი არსებობს უკვე ეს ბაზარი და შენ უხდი მას ჩვეულებრივი თქვა, პროფესორის ხელფას და ზოგს ეცინება კიდევაც, როცა ჩვენ ვეუბნებით, რომ ამ ხელფასზე მოხვა, იმიტომ რომ მას ნებისმიერი კერძო კომპანია მეც უხდის და მოკლედ, აბა მე ვფიქრობ, არ ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ყველაზე ხშირად რომელი მინისტრი იცვლება, რომელ სამინისტროში იცვლებოდა მინისტრები საქართველოს. განათლება. მე რომ კითხო დღეს ახლა წვენი ამას, რომ მე არ ვიცი დღევანდელი მინისტრის სახელი და გვარი.
არა, საქართველოს. არ მინდა ჩარჭრა თქვენ. არა, ჩვენ საინფორმაციოს არ წარმოადგენდა ანალიტიკური გადაცემა ჩვენ წარმოწოდებული. რატო არ ვიცი? იმიტომ რომ უკვე საცილო ხდება. ყველაზე კონსერვატორულ სფეროში და თქვენ იცით ხო, რომ მიიღო შედეგი განათლების ხო? ყველაფერი სკოლიდან იწყება უბრალოდ სკოლამდელი. 12 წელი გჭირდება ხო, რომ მიიღო შედეგი. მე დავნერგე ახალი ჩავდები თანხები და დავნერგე რეფორმები, მაგრამ შედეგი როდის უნდა მიიღო? მე ხო 12 წლის მერე მეწოდინება. ანუ სამი თაობა უნდა გაიაროს უნივერსიტეტმა, რომ დასაქმებულმა ადამიანებმა თქვან, რომ ეს კარგად ვისწავლეთ, და მე ბაკალავრიატი უნდა დაამთავროს და მე უნდა ვნახო, რამდენად კარგად აითვისა ბაზარმა ჩემი კურსდამთავრებული. ხო და შენ როცა ყოველწლიურად მიცვლი მინისტრებს, ეს ხო რაღაცის მაჩვენებელია. რაღაც არ მოგწონს, მაგრამ არ იცი რა გააკეთო. ახალი კადრი მოყავს, მაშინ აცალე. ვარ შეიძლება 4 თვეში ან 1 წელიწადში რაღაც გააკეთოს მინისტრი. ხო, მოკლედ თემა არის, ხო, უნივერსიტეტ პრობლემებზე რო დავიწყო ახლა საუბარი, 10 გადაცემა არ გვეყოფა, ხო, მაგრამ თავარს ვიტყვი მაინც. მე მუშაობ სახელმწიფო უნივერსიტეტში. მე მაკონტროლებ სახელმწიფო. 1000 კომისია, ავტორიზაცია, აკრედიტაცია, მინისტრი, იმიტომ რომ ეს სახელმწიფო უნივერსიტეტი, მაგრამ მე ფინანსდები ჩემი სტუდენტების შემოსავლებით. ანუ მე სტუდენტებს სახელმწიფო მე არ მიხდის ხელფას. სახელმწიფო მართალია მე მაძლევს მატერიალურ-ტექნიკური განვითარებისთვის დაახლოებით 10% ჩემი ბიუჯეტისა, მაგრამ შეიძლება არ მომწეს. 90% მე თვითონ გამოვიმუშავე. რისკენ მიბიძგებს ეს? მე დაინტერესებული ვარ, ყავდეს რაც შეიძლება ბევრი სტუდენტი, ხო ასეა? მართალია არსებობს რაღაც პარამეტრები. რო არ გადაიწვათ ხო რაღაც რაოდენობა. ახლა მე გავსდიდი 2-ჯერ. და 6 კი არა, 12 მეყოლებოდა და 12-ჯერ უფრო მეტი შემოსავლები გქნებოდა, ხო 2-ჯერ მეტი. მაგრამ მე არ ვარ დაინტერესებული გაშვებისა სტუდენტების. თქვა მოვიდა 100, აქედან 50 ვერ სწავლობს. არ უშვებ ამ 50-ს. იმიტომ რომ ფული შემოტანიანია. მე რო გავუშვა, მე ფულს ვიგანამითის ხელისუფლება. ეგ პრობლემა სოფლიოშიც ხო არის? თუ ბევრი სხვადასხვა ისაა, ბატა, იცი შენ. ბალტიისთან სკანდინავურ ქვეყნებში საერთოდ უფასოა. სწავლა, სახელმწიფო იხდის. და თუ არ გინდა ეგრევე წახვალ საერთოდ. გერმანიაში მე ვატარებ ბაზის კვლევას, ვადგენ რამდენი მჭირდება თქვა ქიმიკოსი. უახლოეს 5 წელიწადში. თქვა 500 მჭირდება. შემდეგ ვაცხადებ ტენდერს, რო ვინ მომიბზადებს, სამი უნივერსიტეტი ხართ, შენ გამოწვევე და მე 4 წელიწადში რო შევამოწე და ცუდი მომიბზადე, შავსიაში შეხარ. მაგრამ ყველა მომზადებულ ქიმიკოსში მე გიხდი ფულს. და ვითომ ხო ბევრი თანხა იხარჯება ამ განათლებაზე, მაგრამ საბოლოოდ, ახლა ხო გესმის რომ გერმანიის ეკონომიკა როგორ ვითარდება. აღმოჩნდება რომ ეს არის სწორი ინვესტირება. გესმით? ანუ და მის სრული დამოუკიდებლობა და ვინც გამოცურავ და ვინც კარგს მოაბზადებს თვითონ ბაზარი და არეგულირებს, ანუ და დაამატოს სახელმწიფო კონტროლი რითი მე გიხდი ფულს. მაგრამ მომიბზადე კარგი სპეციალისტი და მაშინ მე იმაზე კი არ ვიქნები დამოკიდებული როგორ არ გავუშვა ოროსანი სტუდენტიანსა და ყველა დრო დაუთმო და შესანიშნავი სტუდენტები ვყავს, ხო? აი სოფლიოში შეიძლება შეადარო ნებისმიერ კარგ სტუდენტს, ჩვენი კარგი სტუდენტი, მაგრამ ირგვლივ, ხო, მას მე ვერ უთმობ მას იმდენ დროს, ამდენიც უნდა დაუთმო და ვერ უშვებ, იმიტომ რომ მე დამოკიდებული ვარ მის გადასახადებზე. აი ეს ერთ-ერთი კარდინალური საფუძვლოშივე არის პრობლემა. ისე მან პარადოქსად არ გვაქვს საქმე, ერთის მხრივ სახელმწიფოს რაღაცნაირად ევოლუციურად ასახა როგორც ბავშვი იზრდება 9 თვე და ვიცით რა როგორ ხდება, ისე ასე ლოგიკურად ასე ჩამოყალიბდა 1000 წლების განმავლობაში, როგორც კი სახელმწიფო რაღაც დონემდე ვითარდება, აუცილებლად აფუძნებს სასწავლებელს. ხო? ასე სტატისტიკა აქამდე ასე შვებოდა. ყველა ქვეყანაში რაღაც სახელმწიფო რომ მიდის რაღაც განვითარების დონემზე, აუცილებლად აფუძნებს სასწავლებელს. სასწავლებელში აუცილებლად ეს სტატისტიკა გვაჩვენებს იზრდება მიუხედავად იმისა რომ სახელმწიფო აფინანსებს ამ ყველაფერს და თითქოს და ერთპიროვნულად დაინტერესებულია უბრალოდ კადრებში, მაინც თავისუფალი აზროვნების ხალხი, იმიტომ რომ აზროვნება სადაც ფიქრი, სადაცაა იქ ნელ-ნელა ფიქრი უსაზღვროა. ეს თავისუფალი ხალხი ვერა უნივერსიტეტიდან იძახის რომ შენ რაღაცა არასწორად შვები მან და მეც მჭირდება ისა, მოდი შევცვალოთ რაღაცაები. მე სახელმწიფო დაუშვათ ესეც მარტო ჩვენი პრობლემა არ ყოფილა, ხო? აი უნება რომ კაცო მე დაგაფინანსე თავიდან დაგაფუძნე, ეხლა ვერ გავიგე.
კეთილიანება გაჩერდეს, რომ მაშინ რატომ ასწავლე თავისუფლად აზროვნება თუ პირი უნდა მომაკეტინო. აი ამას ამით შეიძლება მივიდეთ საბოლოოდ. კი, არა, ნუ როდისმე მართალი ხარ, პარადოქსები არა მარტო ჩვენ განათლების სისტემას ახასიათებს. ხო, ჩვენ მარტო ამერიკაში კარგად ერთი წელი გავატარე ამერიკის ერთ-ერთ სამყარო უნივერსიტეტში მიწვეულ კვლევრად. და ვსწავლობდი მათ შორის ამ განათლების შეგრძნებას. ვერ მივხვდები, სად სახელმწიფოა, რა არის კერძო, მაგალითად სახელმწიფომ დაავალა ყველა უნივერსიტეტს, რომ აუცილებლად გარკვეული პროცენტი უნდა მიიღოს გამოცდების ცოტა სხვანაირად ხდება. კონკურსის გარეშე ეს ეხებოდა უმცირესობებს, ძირითადად ეთნიკურ უმცირესობებს. და ბერმა უნივერსიტეტმა გამოხატა პროტესტი, რომ ეს დაწევს განათლების დონეს. ხო, იმიტომ რომ შენ ღებულობ არა კონკურსი და მე ხო დაინტერესებული ვარ რომ მაღალი კონკურსი გქონდეს, იმიტომ მიდიან იქა მასაჩუსეტსში და ჰარვარდში, ხო? მაგრამ დააძალა სახელმწიფო და გაიტანა ასეთი რამ ბევრი რამ ხდა affirmative act ერქვა ასეთი რომ აი მხარდაჭერის აქტი ამ ანუ მე დაუშვათ თქვენ მე მჯობი ხართ მაგრამ მე რახან ქართველი ვარ ამიტომ მე ვხვდე ხო და არა ჩვენც ხო რაღაც მსგავსი პროგრამები გქონდა ხო ჩვენი ეთიკური უმცირესობებისათვის და მე ამას მივესალმებოდი მოკლედ როგორ გითხრა იცი ერთიანი სტანდარტული მოდელი განათლების სისტემისა მოდი თქვა რომ არ არსებობს ისევე როგორც პოლიტიკური მოდელისა ხო ახლა ლაპარაკობენ პოლიტიკურ სისტემაში პოლიტიკურ რეჟიმებზე ყველა ქვეყანაში თავისი პოლიტიკური რეჟიმები ყველგან განათლების სისტემაა მაგრამ ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ რა გვინდა რატომ ხარჯავთ ჩვენ ჯერ კიდევ უფრო ნაკლებს ეროვნული ერთულ მოსახლეზე უფრო ნაკლებს განათლებაში ვიდრე აზერბაიჯანი და სომხეთიც კი რომლის ვვპ ჩვენზე უფრო ნაკლებია. ანუ მათი ეკონომიკა ჩვენზე ნაკლებია. ხო, რატო ხარჯავთ ნაკლებს და რატო ჩვენი საუკეთესო უნივერსიტეტი არის მხოლოდ რაღაც მეორე 500-ში უნივერსიტეტების რეიტინგში. ნუ კიდევ რო არის, კიდევ მადლობა უნდა ვთქვათ. და აზერბაიჯანის 2-3 უნივერსიტეტი არის პირველ 300 ანუ ამ შემთხვევაში ისევ და ისევ არის რესურსების გადანაწილების ნება, ხო? სტრატეგიის დაგეგმა, ხვალ 500 აკადემიკოსი და ამიტომაც ფულს დებთ დღეს. რეფორმატორთა ჯგუფში. ბევრი ყველა საკითხზე უნდა ტარდებოდეს სამეცნიერო კონფერენციები, შეხვედრები, და უნდა წყდებოდეს რაღაც კაბინეტი. მუდმივი განვითარება უნდა იყოს. და ჩვენ არ უნდა ვიყოთ არც ერთი მოდელის ბრმა გადმომღები, ხო? ყველაზე საუკეთესოც კი. რატო არ არის ამერიკა ბოლონიის სისტემაში სიტუაცია? ჩვენ ხო ვართ, რატო არა ამერიკა ბოლონიის სისტემაში? და რო ყოფილიყო კარგი რა ვინ დაასწრებდა ამერიკას, ხო? ცოტა ამერიკიდან ავიღოთ, ცოტა ბოლონიის სისტემიდან ავიღოთ, ცოტა არ ვიცი რაღაციდან, აზერბაიჯანიდან. ან ჩვენი გამოვიგონოთ. და ამაში, ნუ მე მესმის, რომ ჩვენ ხო ფოსტ-მაჟორში ვართ, საერთოდ 30 წელია. ხო და ეს საკითხი დღეს მე რაღაც მინდა გავაკეთე ისეთი რომ მოსახლეობის გული მოვიგო და მე ფიქრობ ხვალინდელ დღევანდელ დღეზე და კონფუცი ამბობდა ხო მე მგონი გახსოვს ეს გამოთქვა რომ თუ მომავალზე ფიქრობ ფული უნდა ჩადო დღეს განათლებაშიო ქვეყნის ანუ მშორეულ მომავალზე თუ ფიქრობ ხო თუ 100 წლით ფიქრობ ხო ხეები დარგიო და ზოგადად თუ ფიქრობ ქვეყნის მომავალზე განათლებაში ჩადევი განათლება პრინციპში აი კონფუცი რასაც რისაფუძველი ჩაუყარა ჩინეთში რომ მერიტოკრატიული სისტემა რა არის სხვა ხო პირადი დამსახურებების და ინტელექტის გამო დაწინაურება და ამით ცხოვრობს ჩინეთი ჩავარდნები მაგრამ დღეს ეკონომიკურ სასწაულს ახდენს ხო იმიტომ რომ სწავლა და ამიტომ არის პირველ 20 წელში უკვე 2 ჩინური თუმცა ისიც გავითვალისწინოთ რომ 2 მილიარდი ადამიანი თუნდაც ჩვენი ეკონომიკის ასე ვთქვათ იქვე პარალელი რომ გაავლო ჩვენ 2 მილიარდი ვიყოთ ახლა ამ ეკონომიკურ მდგომარეობით შეიძლება მაგდენივეს წერდეთ უბრალოდ ფიზიკურად იმიტომ რომ ბევრი ვართ და ბევრი ფული ტრიალებს თქვენ ასევე გაქვთ სტუდენტებთან შეხვედრები საკმაოდ ისეთი მეგობრული დამოკიდებულებაც მათ რა ტკივათ ანუ ხშირად ხედავ ხოლმე სულ აზიარებს გასაუბრება ხო ანუ თუნდაც უნივერსიტეტის შიდა სიტუაციაში აი მათ რას ტკივათ რა უნდათ რას ამბობენ აი ეს თქვენი გადმოსახედიდან როგორც მაგალითად ფილოსოფოსმა პედაგოგმა სტუდენტს რა უნდა რა აკლია ჩვენს ქვეყანაში რა იცით ბევრი ჩვენი სტუდენტი დადის სხვადასხვა პროგრამებით საზღვარგარეთ ნუ ერაზმუსის პროგრამა იცით
ჩამოდიან და ბუნებრივია ვესაუბროთ, თორე ამბივალენტური. კი, ხშირად ვიწვევთ ხოლმე სტუდიაში. ვიცი და თან ხვდებიან რომ ისინი გონებრივ ინტელექტუალურად არაფრით არ მჯობიან. აი მე ვთქვა ბოლო ჩემი გასვლა იყო ესპანეთის ერთ-ერთ მურსიას უნივერსიტეტში და პირველი ლექცია მთხოვეს ზოგადად საქართველოს რაღაც მოგვიყევიო და მომემზადე ხარ და ფოტოები და 30 კაცის ის ყველა სხვადასხვა ქვეყნიდან ერთმა იცოდა საერთოდ სმენია საქართველოს ისიც იყო ჩინელი ესეც მეტყველებს ჩინეთისგან ხო ანუ ჩვენთან იგივე ლექცია რო ჩაატარებო ესპანეთში გაცილებით მეტი ქართველი სტუდენტი რაღაცას ახალ ზელანდიაზე გვერდის ახლა ფეხბურთის მეშვეობით რა იყო გუში ხო რაღაცას მოგვიყვებიან ხო მაგრამ დონე კარგი გქონდა ჩვენ ინერციით ნიჭიერი ხალხი ვართ ეს ინერციით მოდის ახლა 5000 წელი ხალხი ერთაება მიწაზე ცხოვრობს და ნუ ელატი იყავთო და ამის გარდა რომ უნივერსიტეტი 1000 წლის იქონდა და 800 წელი არ ქონდა მაინც შემოგჭა რაღაცა სწრაფვა მაგრამ ამას სტუდენტი ჩამოვარა მე ხდება რომ რაღაც დეტალებშია პრობლემები ხო დეტალებშია იმიტომ რომ იქ ხდება რომ იქ ლექტორია და სტუდენტია ისევ კონფუციის უბრუნდებით ხო სახელები უნდა შეესატყვისებოდეს შიგდავს ხო თუ ლექტორი არაა ლექტორი გაუშვიეს ლექტორი თუ სტუდენტი ასტუდენტობს დარგინახავს საერთოდ სემესტრის განმავლობაში გაუშვიეს სტუდენტი მაგრამ ვერც ეს ვერ აკეთებ და ვერც მეორე და ხა ცოტას უტრირებ ბუნებრივია გესმის ხო მერე აკადემიური თავისუფლება რას ნიშნავს ხო ან რას აი თქვენ რო თქვით ხშირი შეხვედრები მაქვს რატო გვიხაროდა იგივე ამერიკულ უნივერსიტეტში შაბათ-კვირის მოსვლა ნუ აკადემიური ერთია ხო შაბათ-კვირას ხდებოდა უამრავი საინტერესო ცნობილი ხალხი მოდიოდა და საჯარო ლექციები შეხვედრები შეკითხვები ეს კი არ ნიშნავს რომ პოლიტიზირებული გარემო იყო ამერიკის უნივერსიტეტებში უბრალოდ იქ ლაპარაკობდნენ პოლიტიკაზე მაგრამ აკადემიურად იქ ისეთი რაღაცები მოვისმინეთ ჯერ კიდევ 20 წლის წინ რომ ახლა რომ ბევრს უკვის რომ მაშინ ერთმა საფრანგეთიდან ჩამოსმა პროფესორმა ამერიკელებს უთხრა თქვენი მტერიო რუსეთი არ არისო თქვენი მტერი არისო ჩინეთიო იცოდეთო და ყველას ხახახა რომ გაგვეღიმა იქა დიდ დარბაზში დაშვაშია ჩინეთი როგორ შეიძლება ჩინეთი იყოს რაღაცის მტერი და ლაბის დასწინოდნენ ამ ფრანკ და ექსტრავაგანტულობაში ჩაუთვალეს ხო დღეს ამაზე ყველა ლაპარაკობს და ყველა წეს ხო ჩინეთია მთავარი სტრატეგიული მოწინააღმდეგე ისეთი მოკლედ შორს რა წავიდეთ სტუდენტი ათხოვს რომ არის საუბარი მენეჯმენტში და არა რაღაც სხვაში ხო მე უნდა კარგად მოაწყო უნივერსიტეტი რატო შეძლო თქვა ISM-მა რომ მიაღწია თქვა იმას რომ დასაქმების დონე არის ყველაზე მაღალი მე მგონი საქართველოს ხო ეს არის ყველაზე მთავარი მაჩვენებელი ანუ ვიზია მოთხოვნა ხო ან ვინმე სწავლობთ ბაზას საერთოდ რამდენი მჭირდება ფილოლოგი რამდენი მჭირდება ისტორიკოსი რამდენი მჭირდება ფილოსოფოსი რამდენი მჭირდება ბიოლოგი თუ ასე შემდეგ ხო აი ისე ყოველთვის ლაპარაკია ბოდიში რომ გაწყვეტილებთ ახლა ეს რო არ დავსვე შეკითხვა ბოლო 5 წუთია გისმენთ ხო ანუ ყოველთვის ლაპარაკობთ რომ მჭირდება ამდენი ექიმი ამდენი ქიმიკოსი ამდენი ფიზიკოსი ამდენი ისა ამდენი და ყველაზე მთავარი პრობლემა რაც გვაქვს პოლიტიკოსები ხო გჭირდება ნამდვილი რატო არ ვდებთ რესურს ქვეყანა პოლიტიკოსებში რომლებიც არ იგინებიან ტუფლებს არ ისვრიან ერთმანეთს არ ცემენ და ქუჩაში დაძდევენ ერთმანეთს გასალახავთ ის ეგრეთ საქმე გააკეთონ იქ ცემონ ისევ 10 გადაცემიანი თემაა რატო ამაზე სტატია მაქვს დაწერილი პოლიტიკური ელიტების ჩამოყალიბებაზე ეს ურთულესი საქმეა მთელი პოლიტიკური ელიტა ამერიკაში ჯერ კიდევ ნიუ-ინგლენდიდანაა ხო აი ეს შტატები ნიუ-იორკი მასაჩუსეტსი ფილადელფია ხო იმიტომ რომ იქ არის მთავარი უნივერსიტეტები იქ ყალიბდებოდა ეგრეთ წოდებული ანუ არისტოკრატია პოლიტიკური და იქ ხო ხედავ როცა შეხდები თქვა რაღაც სენატორის კანდიდატი ან მით უმეტეს უფრო მაღლა გამოწმებენ ბავშვობიდან ხო 18 წლის რო იყავი ბარში შეხვედი თუ არა და ლუდი დალიე თუ არა იცი 30 წლამდე აკრძალულია და მანქანას თუ არა ანუ იქ ემზადებიან ამისათვის მთელი
ცხოვრება და მისი მშობლებიც უნდა კარგები იყვნენ და ბებია ბაბუების და ჯაშის ბავშვებაზე კოსმონავტობაზე და პოლიტიკოსობაზე რო ოცნება ბავშვებიდან ტრადიცია რომელიც თქვა ახლა ინგლისში ახლა ლორდების ხედან ხო იქ პალატაში ახლა საიდან საათ ახლა დავიბადე ლორდა და ამიტომ მაგარი ტიპი ვარ არა ის ლორდი მართლა მაგარი ტიპია იმიტომ რომ ის დაიბადა ლორდა და მას შემდეგ ზდიან როგორც ლორდს რომელიც უნდა მართოს ქვეყანა ჩვენ პოლიტიკური ელიტები ჩამოყალიბების დრო არ ქონდა. ჩვენ მხოლოდ 30 წელია ვარსებობთ როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო და ჩვენ ვართ ნორჩი სახელმწიფო. ინფანტის სახელმწიფო. ბავშვები ვართ. ხო და ახლა დიდ მოითხოვთ ბავშვებს, ხო 35 წლიდან შეიძლება მოსამართლეობა და ჩვენ 30 წლის ვართ. ანუ ატრიბუტები და რომელიც ჭირდება სრულფასოვან სახელმწიფოს, ხო? დაწყებული საზღვარი, წარსული, ყველაფრის განსაზღვრა, ხო? პოლიტიკური ელიტა, პოლიტიკური მორალი და არა სიტუაციური როგორი სოფლებში ქვეყანაში. ამას ჭირდება დრო. და ანუ თუ დაგცალდა ახლო 20 წელიწადში გამოჩნდება ხო, მაგრამ ქვეყანა პირადობის მოწმობას მოგცემენ, ხო? სოფლიოს უნდა გვაძლევდეს რაღაც ამოსულის საშუალებას და სოფლიოზე ვიძახ. ხო, ახლა ჩვენ არ ვიცით რომელ პოლიტიკურ ელიტას უფრო რომისგან ავიღოთ მაგალითი. ეს არის ამერიკული არასისტემური პოლიტიკური ელიტა, რომელიც სათავეში მოვიდა ამერიკაში, თუ ეს არის ძველი და ამით რაღაცნაირად ხო დაუბრუნდებით წინას რომ არ ვიცით იმიტომ რომ ჩვენი სასწავლებლები როდესაც ჩამოყალიბდა სწორად გავიზრდებით სწორად მიხვდებით უფრო გარკვეულ ყველა ქვეყანაში არის ერთი ასე ითვლება არაფორმალურად უნივერსიტეტი რომელიც ზდის პოლიტიკოსებს ასე ვთქვათ ერთი არის საფრანგეთში უმაღლესი სკოლა ქვია ამერიკაში ის არის იელი მე მგონი ხო და ნუ ცოტა ჰარვარდი კემბრიჯი და ოქსფორდი მე მგონი ერთი უფრო ბუნებისმეტყველებისგანაა და აი მეორე რომელიც უფრო ჰუმანიტარულია მე მგონი ოქსფორდი აი იქ ეს არის ის დახურული კლუბი რომელიც ასევე ზდის და არის ასეთი უნივერსიტეტები ბუნებრივია მაგრამ ცალსახად რო ასე რომ აი პოლიტიკოს შემიშება მიიღო პოლიტიკური განათლება ხშირად პოლიტიკური განათლება პირიქით იმაში შეგისისხეს რომ პოლიტიკოსი გახდეს ის იმიტომ რომ პოლიტიკოსი ყველაზე დიდი მე-20 საუკუნის მეორე დახევაში იყვნენ დიდი პოლიტიკოსები რომელსაც არ ჰქონდათ არა მარტო პოლიტიკური განათლება საერთოდ კარგი განათლებაც არ ჰქონდათ ხო ნუ რა ვიცი რეიგანი ან შევარდნაძე მაგალითად შევარდნაძის მიასედი არ ჰქონდა წაკითხული წიგნისა რაც ჰქონდა წაკითხული ბარეორ პოლიტიკოს მაგრამ ამის 30 წელი იმართა ხო ანუ პოლიტიკოსი ტოპ ხო არა ნუ ახლა ეს ჩემი შეფასება არ არის მას მართლა ბერლინის კედლის გამო თუნდაც ხო დანგრევის გამო და გენშები და ამბები და ეს არის ურთულესი პრობლემა გეთახმები და ამიტომ მე ვთვლი რომ ის საგანი რომელსაც მე ვკითხულობ პოლიტიკური ფილოსოფია რომელიც ბევრს მაძლევს იმიტომ ძალიან ბევრი საკითხვა მჭირდება მიწევს have to ბევრს მაძლევს და უფრო კარგად ხვდები იმას თუ რასაც ვხედავ ეკრანზე ქართული ტელევიზია ის როცა პოლიტიკოსი ხო მოკლედ სამწუხაროდ გავიზრდებით ესე იგი კიდევაც დავიზრდებით საინტერესოა როდის გამოანათებს ჩვენ სკენას და როდის მოგვარდება ყველა ის პრობლემა და ხარვეზი რაზეც დღეს ვისაუბრეთ აი თქვენ ინფანტილიზმი ახსენეთ სხვათა შორის და ბარემ შეგვიძლია რაღაცნაირად დავასრულოთ რომ ოჯახშიც მასია ხო ბავშვი ჯერ ზრდი ბავშვი გემორჩილება თავიდან მერე უკეთი როდესაც მოზარდი ხდება და 13 წლის ხდება ნუ სტატისტიკურად მასია მერე უკვე იწყებს ურჩობას და მთელ ამბავს და შენ უკვე გიწევს მასთან გამკლავება კი არა გინდა არ გინდა მოლაპარაკების გზით საუბარი და მერე ნუ 18 წლიდან 20 წლამდე ახლა რაღაცნაირად ხდება ბოლომდე შენ ცალკე ადამიანი ხარ, შენ ცალკე რაღაცები და მანდ იწყება. ერთი მხრივ არ გინდა გაუშვა, იმიტომ რომ გიყვარს და მართლაც გიყვარს თან. მეორე მხრივ უნდა გაუშვა, არ გაუშვებ, ვერ ჩამოყალიბდება დამოუკიდებელ ადამიანად. და სასწავლებელიც ალბათ მასეა რა, ნუ თან უნდა გაუშვა და თან ძართული ამბავია მოკლედ. ხო, მაგრამ რთულია ეს ახლა უნივერსიტეტი როცა ზრდის სტუდენტს და განათლებულ ადამიანად აყალიბებს, შემდეგ გამოდის რომ ის კარგავს მე იმ სტუდენტს. ანუ სტუდენტი ქვეყნიდან მიდის და იმ განათლებას რაც აქ მისცა უნივერსიტეტმა იყენებს უცხო ქვეყანაში და მის ქვეყანაში უკვე არ იყენებს. ეს დიდი პრობლემაა. გასდი წავა.
ესეც პრობლემაა, მე ზუსტი პასუხი არ მაქვს. უნივერსიტეტი უნდა ზრუნავდეს თუ არა მოქალაქე ჩამოყალიბებაზე, აღზრდის შემადგენელი უნდა კონდეს თუ მე უბრალოდ უნდა მივცეს ცოდნა. არ მაქვს ზუსტი პასუხი, იმიტომ რომ ჩვენი უნივერსიტეტის იმაში მაგალითად წერია წესდებაში, რომ ჩვენ უნდა ჩავნერგოთ ლიბერალური შეხედულებები. და წესდებას ვინ კითხულობს ზოგადად, მაგრამ მე თუ კონსერვატორი ვარ, თქვათ, ან მონარქისტი ვარ, ან მარქსისტ-ლენინისტი ვარ სიტყვაზე, მაგრამ მაგარი მე ფიზიკოსი ვარ. ესე იგი რა, ისე მე იმ წესდების იმას ჩანაწერს ვერ ვასრულებ, ხო? ამიტომ ესეც ორი მიდგომა, მხოლოდ მშრალი განათლება დანარჩენს მიხედოს ოჯახის ხელისუფლებმა და სოციალურმა ქსელებმა თუ აქ უნდა დავნერგო რაღაც გარკვეული ფასეულობები. ამერიკაში არის უნივერსიტეტები, სადაც მაგალითად ბერკლის უნივერსიტეტი ეს ითვლება ლიბერალიზმის მექად. იქ თუ ჩახვალ, მოკლედ იქიდან გამოვა მუსიკალური კუთხით ვუყურებ ხოლმე ბერკლიში როგორ სწავლობენ და სასწავლი ხალხის სწავლობს და სასწავლო დასწავლია. უნივერსიტეტები ძირითადად მაინც უფრო მემარცხენეობისკენ იყვებიან. მოკლედ, მართლა მაინცათი გადაცემის თემა, მოკლედ. და არაერთხელ გიხილავთ, დარწმუნებული ვარ, რომ გეცლებათ ამისთვის და უნდა დაგემშვიდობოთ, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან ბევრი კითხვა გაგვიშთა, მე მგონი უფრო მეტი კითხვა გაგვიშთა ქალბატონო ბატონო მაყურებლებო, ვიდრე პასუხი გავეცეთ, ბუნებრივია და რა ვიცი, თუ თქვენ გაქვთ რამე ზაპასუხი ისეთი, რომელიც გაგვინათებს გონებას, ისევ ესეც ვისარგებლებ შემთხვევით Facebook-ზე. აი ამ ზუსტად რასაც ნახავთ აი ბატონი გიას სტუმრობას იმის ქვემოთ დაწერეთ იქნებ ისეთი რეცეპტი გქონდეთ რომელიც აქამდე არ ვიცოდით და უცებ ვიტყვით რომ ღმერთო აი პასუხი და რა კარგია რომ ბატონი გია მოიწვიეს სტუმრად რომ თქვენი პასუხი გვენახა მათ მოკლედ რამდენიმე წამში დავუბრუნდებით უკვე სხვა თემით მოკლედ ასეთი რთულ ამბავს შევეჭიდეთ. სხვათა შორის კიდევ ერთი საინტერესო თემით უნდა გავაგრძელოთ ისე გადაცემა. უნდა ვისაუბროთ ცენზურაზე და მის გავლენაზე საზოგადოებაში და ეს ფენომენი აბსოლუტურად ყველა სფეროშია. კულტურაში, განათლებაში, ჩვენს ყოველდღიურობაში, ხელოვნებაში, არ ვიცი, ჩვენს ქცევებში საზოგადოების მიმართ ჩვენს დამოკიდებულებაში და ასევე უკავშირის დროს და რა არის ზოგადად ცენზურა, რა გავლენას ახდენს, ან რატომ ხდებით ამ გავლენის ქვეშ, ეს საინტერესო არის. არ ვიცი, ხა ჩვენს ინდივიდუალურ მაგალითებზე რო ვისაუბროთ, შეიძლება ყოფილხართ ცენზურის მსხვერპლიც კი, მაგრამ საინტერესო არის რას გვეტყვის ამ საკითხთან დაკავშირებით ფსიქოლოგი და რას გვირჩევს ზოგადად. რატომ ხდებით ზოგადად თითქოს რაღაცნაირად ჩვენს ირგვლივ მყოფი ადამიანები ისეთ სიტუაციას და ვითარებას გვიქმნიან, რომ თავად რასაც თვლიან სწორად იმას გვირჩევენ და გონიათ რომ ეს მათი აზრი სწორია და ჩვენ რაღაც არასწორ გზაზე ვართ და უნდა მოვექცეთ მათ გავლენაში. ხო, ახლა ჩემთვის ეს ცენზურა მაგალითად როცა ადამიანი მეუბნება რომ აი შენ არ ხარ სწორი და ის ფიქრობს რომ და ცდილობს რომ აზრი რაც გამაჩნია ჩემი პირადი ხო შემიცვალოს და არ ვიცი თავდაყირა დამიყენოს და გადამიყვანოს მის აზროვნებაზე. ხო, აი ამ ყველაფერს და კიდევ ძალიან ბევრ რაღაცას ცენზურა ეწოდება და მოდი უფრო ვრცლად ვისაუბროთ ჩვენ სტუმართან ერთად და შეგვიძლია რომ ვილაპარაკოთ ჩვენს პირად შეხედულებებზეც და ასე შემდეგ. ჩვენ სტუმარია ფსიქოლოგი ინდმა ბოლქვაძე. მოგესალმებით. მოგესალმებით. და არის სადმე, ანუ ახლა ისე რომ ჩამოყალე აი სადმეს ჩვენს თავში ხო, ნუ ვამბობთ რომ ეს არა რაღაცნაირი ხო, ეს ჩვენი პარლამენტი აქაა განლაგებული და არა გვიცი. აქ არის რამე გაყოფილება, რომელიც იქიდან რაღაცა დაუშვათ ჯოხა მოღებული გეუბნება რომ ეს არა, ეს არა, ის შეიძლება, ეს არ შეიძლება და რატო ჩნდება და რატო ყალიბდება საერთოდ და რაში გვეხმარება, რაში გვიშლის ხელს თუნდაც. კი ბატონო. პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებ მაყურებელს.
საინტერესო თემაა, იქიდან გამომდინარე, რომ როგორც სოფომ აღნიშნა, ცენზურას და კონკრეტულ შეზღუდვებს ჩვენ ხვდებით ნებისმიერ სფეროში, ნებისმიერ ადგილას. რა თქმა უნდა, ცენზურას აქვს როგორც, ასე რომ ვთქვათ, ამ შეზღუდვებს აქვს როგორც პოზიტიური მხარე, ასევე უარყოფითი მხარე, ამიტომ მნიშვნელოვანია თუ კონკრეტულად რა სახის ცენზურაზეა საუბარი. მაგალითად, როდესაც საუბარია სოციალურ ქსელებში ცენზურაზე ის რომ არ გავრცელდეს სიძულვილის ენა ან იყოს ეს კონტროლება და ამ შემთხვევაში ამას აქვს პოზიტიური დატვირთვა, ხო? მნიშვნელოვანია რომ ეს არსებობდეს. რომ ადამიანი არ მივიყვანოთ რაღაც მდგომარეობამდე, უბრალოდ ჩვენი ასე ვთქვათ ღვარძლიანი სიტუაცია. რა თქმა უნდა, კი, ძალიან ხშირად ჩვენ აი სოფომ აღნიშნა, რომ ძალიან ხშირად შესაძლოა რომელიმე კონკრეტული ადამიანი თავს მახველდეს მის მოსაზრებას და მეუბნებოდეს, რომ რაღაც კონკრეტულ ჩარჩოში უნდა ვიყო მე. ეს კონკრეტული, რასაც სხვა ადამიანები მიგვითითებენ ხოლმე, უნდა იყოს აუცილებლად ლოგიკური, უნდა ექვემდებარებოდეს რაღაც კონკრეტულს და უნდა იყოს ასევე ახსნილი ხო იმ კონკრეტული ადამიანისგან, თუ რატომ გთხოვს ამას ჩვენ. ხო, იმიტომ რომ ყველას თავისი მორალი გააჩნია, აღზრდის წესი გააჩნია და მე შეიძლება ესე ვხედავ, შენ შეიძლება ესე ხედავ და რომელი აქ მართალი და რომელი აჯობებს რომ იყოს მართალი, ეს უკვე პრობლემაა ალბათ. რა თქმა უნდა, თან იცით რა, ეს კონკრეტული შეზღუდვები, ხო, იგივე ცენზურაც ან ნებისმიერი სახის ეს საუბარში რა შეიძლება ან კულტურულ და სოციალურ განვითარებაში ხო რა არის მიღებული რა შეზღუდვები, ხო, ეს ყველაფერი ექვემდებარება დროს და დროსთან ერთად ეს დინამიკური პროცესი იცვლება, შესაძლოა რაც ადრე იყო მისაღები, ხო, მშობლისთვის დღეს უკვე ის აღარ არის მისაღები, ნებისმიერ სფეროში ის ყოველთვის იცვლება, ამიტომ უნდა შეგვეძლოს კითხვის დასმა, რატომ და კრიტიკულად უნდა შევხედოთ ხოლმე იმ მოთხოვნებს, რასაც გვიყენებს სოციუმი ან ვინმე სხვა. თუნდაც მეგობრები, გარემოცვა, სამსახურშიც. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია აი სხვებს რომ ვახვევთ ხოლმე საკუთარ აზრს, რაღაცას მივუთითებთ და ამ დროს ჩვენ თავად ვაკეთებთ არასწორად ამ ყველაფერს. აქ რა ერთვება ადამიანს აი ამ დროს? ხო, იცით რა მნიშვნელოვანია რომ ჩვენ თავად ვიცოდეთ ზოგადად სხვა ადამიანის პირადი აზრის პატივისცემა და საკუთარი აზრის ისე გამოხატვა რომ მეორე ადამიანის ეს პირადი საზღვრები არ დავაზიანოთ და არ შევლახოთ და ამასაც მივცეთ შესაძლებლობა რომ მოგვისმინოს. თუმცა იცით რა ძალიან ხშირად ჩვენ შეგვიძლია კონკრეტულ ადამიანს მივცეთ რაიმე კონკრეტული რჩევა, თუმცა ჩვენც დაგვიდგეს იგივე სიტუაცია და სულ სხვანაირად ვიმოქმედოთ. ამისგან არავინ არ ვართ დაზღვეული, ამას დრო გვიჩვენებს, გამოცდილება გვიჩვენებს ხოლმე და წინასწარ თქმა იმის, რომ ეს ისეთი უცვლელი რამ არის, რაც ყოველთვის ამართლებს, ძალიან რთულია. ამიტომ ყოველთვის ყველა თავისი გადმოსახედიდან იღებს გადაწყვეტილებას. ირმა, რატომ არსებობს ადამიანების კატეგორია, რომლებიც თავს რატომღაც გრძნობენ ყოველთვის მართლად და მათ გვერდით მყოფი ადამიანები არიან მისთვის ყოველთვის არასწორი. აი შეიძლება თუ არა, აი ამ ხანგრძლივი გავლენის შედეგად გადაგვიბირონ და მართლაც უარი გვათქმევინონ ჩვენ შეხედულებებზე, აზროვნებას და იმ წესებზე, რაც მაგალითად მე ჩემს თავს დავუწესე და არა ვიღაცების გავლენით. იცით რა, ძალიან ხშირად როდესაც ერთი ადამიანის გამუდმებით ითხოვს ჩვენგან რაღაც კონკრეტულს და მას მეჩნია რომ ის არის მხოლოდ მართალი, აქ უკვე ჯანსაღ კომუნიკაციასთან შეიძლება ეს იყოს ნარცისიზმიც ან რაიმე სხვა ფსიქოლოგიური ფენომენი, ხო? აქ უკვე საქმე გვაქვს აშკარად ჯანსაღ კომუნიკაციასთან, იმიტომ რომ ჯანსაღი კომუნიკაცია გულისხმობს მე რასაც ვფიქრობ იმას გიზიარებ და ვისმენ შენგანაც ამასთან მიმართებაში დამოკიდებულებას, ხო? და როდესაც ვამბობთ რომ მხოლოდ მე ვარ ამ შემთხვევაში მართალი ამ შემთხვევაში გამოდის რომ ამ კონკრეტულ ადამიანს უჭირს მედლის მეორე მხარის დანახვაც, სხვა ადამიანის გადმოსახედიდან საკითხის დანახვაც და ძალიან რთულია ხოლმე ასეთ ადამიანებთან კომუნიკაცია. თუმცა ასევე არსებობს კონფორმიზმი, როდესაც სოციუმში ჩვენ გვჭირდება რაღაც კონკრეტულ სოციუმის წესებს დავემორჩილოთ, ან უბრალოდ გავყვეთ, საიმისოდ რომ მიკუთვნებულობის გრძნობა გქონდეს კონკრეტულ სოციუმთან და ხშირად შეიძლება ჩვენ გვაქვს
ასე რომ ვთქვათ, თვითკრიტიკაც და გვინდა რაღაც კონკრეტული წესის მიღმა ვიმოქმედოთ, თუმცა გვაქვს ხოლმე შიში, რომ თუ მე ამ კონკრეტულს გავაკეთებ, შეიძლება მე აღარ ვიქონდეს ეს მიკუთვნებულობის განცდა, შეიძლება გამრიყონ ამ კონკრეტული სოციუმიდან, ამიტომ ეს ყველაფერი დამოკიდებული თვითონ ადამიანზე რამდენად არის მსად გააკეთოს განსხვავებული იმისგან, რასაც სოციუმში აკეთებენ და ამის გაყვეს კონფორმისტ თუ პირიქით. ანუ მე ჩემ თავს რაღაც ქმედებას მიხვდათ ისე რომ თვლი რომ სწორი არ გავაკეთებ, იმის გამო რომ ძალიან მინდა თქვენ სამთან ერთად ვიყო. და თუ მეშინია რომ თქვენ გამრიყავთ, ესეც ხო ჩემი აზრია, თუ არ შემოწმე არ მეცოდი, მაგრამ მგონია რატომღაც რომ გადამოწმების მაგიროთ ვფიქრობ თქვენს მაგივრად რომ თქვენ მე გამრიყავთ ამ აზრის გამო, ამიტომაც უარს ვამბობ ამ აზრზე და მოყვებით თქვენ ბრმად, ხო? ამაზე ალაპარაკი. დიახ, ზოგადად იცით რა, კონფორმიზმი გულისხმობს, როდესაც აი ხშირად არის ხოლმე სოციალურ ქსელებში რაღაც კონკრეტული მაგალითები, აი მაგალითად სადაც აი ექიმს ელოდება რამდენიმე ადამიანი და ახალი ვინც მოვა, ხო, ახალი პაციენტი, ეს ხები წამოდგებიან ფეხზე, ვინც მონაწილეები არიან ექსპერიმენტის და ეს კონკრეტული რო უყურებს, ეს ხები წამოდგნენ ფეხზე, თვითონაც დგება ფეხზე, იმიტომ რომ მას გონია რომ ეს კონკრეტული რაღაც არის, რაც უნდა გაკეთდეს აუცილებლად, რომ მას კონდეს იმის განცდა რომ აჰა მეც ამ კონკრეტულ სოციუმში ვარ და მეც რომ მიღებულად ვიგრძნო თავი, მე რომ ვიჩნდე შეიძლება გამაკრიტიკონ, ხო? ბევრ ადამიანს უბრალოდ კრიტიკისაც ეშინია, ხო? და თვითონაც არ გამოხატავენ ხოლმე კრიტიკას და როდესაც კონკრეტული შეზღუდვისადმი ან კონკრეტული ქმედებისადმი გვიჩნდება კითხვა, რატომ ან კრიტიკულად ვაზროვნებთ, მე აქ უკვე შეიძლება ვნახოთ ამოსავალი წერტილიც, ხო? რატომ? რამდენად არის ეს ის, რასაც უნდა გავყვე და რამდენად არის ეს ის, რაც უნდა დავარღვევ. რეალურად რამხელა პრობლემაა, როდესაც ადამიანი ყოველთვის მართალია, ან მეორე კუთხით ადამიანი, რომელიც ყვებას სხვებს და არ აქვს თავისი აზრი. ამის მიღმა იბადება ძალიან ბევრი ტრაუმა, იმალება. რა ტრაუმებთან გვაქვს კავშირი? მოდით მაგალითად ავიღოთ აი ეს кейსი, ადამიანი, რომელიც ყოველთვის მართალია და თავისი აზრი უნდა გარემოცვას მოახვიოს. ბავშვობაში რა სტრესის წინაშე იმყოფებოდა და რატო გადაწყვიტა მისმა ფსიქიკამ, რომ აი ესე უნდა მართოს სხვა და ყოველთვის იყოს თვითონ მართალი და მიმღებლობა არ ქონდეს ჩართული, რომ მე გავითვალისწინო, კი ჩემ აზრს პატივცემ, სოფოს აზრს პატივცემ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მოდის უკვე აღზრდიდან და ბავშვობიდან, როგორც ვიცით, ბავშვის განვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია და იმაში თუ როგორ განვითარდება ბავშვის პიროვნება, ხო, მნიშვნელოვანია პირველი 7 წელი, ხო, ჩვილობიდან პირველი 7 წელი. როდესაც ჩვენ ხვდებით ისეთ აღზრდის სტილს, სადაც მშობელი გამუდმებით ამბობს, რომ არ შეეხო ამას და ამასთან არ ახლავს პირობითად ახსნა, ხო, რატომ არ გაიქცე, ხო, არ გადაირბინო ქუჩაზე, მაგრამ ჩვენ არ ვუხსნით კონკრეტულ ბავშვს რატომ არა და მშობელი აქ აჩვენებს რომ ის არის ადამიანი რომელიც აწესებს რაღაც შეზღუდვებს და ეს შეზღუდვებიც მნიშვნელოვანია განვიხილოთ ხო რა სახის შეზღუდვებია ეს არის უსაფრთხოების სახით შეზღუდული რაიმე რაღაც კონკრეტულ ლოგიკიდან გამომდინარე თუ უბრალოდ მშობლის სიმკაცრიდან გამომდინარე ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს ამიტომ მნიშვნელოვანია აქაც გავმიჩნოთ ჯანსაღი შეზღუდვები და არაჯანსაღი შეზღუდვები თუმცა ნებისმიერ შეზღუდვას და ნებისმიერ რაღაც წესს უნდა გქონდეს მარტივი ახსნა განსაკუთრებით ბავშვისთვის და ბავშვთან ისეთი ურთიერთობა უნდა გქონდეს რომ მან შეძლოს თამამად დასვას კითხვა რატომ და ჩვენგან მიიღოს ასევე პასუხი ამ კონკრეტულთან მიმართებაში ასაკობრივ განვითარების შესაბამისად რაც მისთვის იქნება გასაგები მაგალითად არ დახატო კედელზე გასაგებია რომ ის არის აკრძალვა არ დახატო კედელზე მაგრამ არც ალტერნატივას არ ვთავაზობთ რომ დახატე დაფატზე დახატე ფურცელზე და ამით მშობელი აჩვენებს რომ იცი რა კრიტიკული აზროვნებაც არ არის მისაღი ბავშვმა კითხვა არ უნდა დასვას უბრალოდ უნდა დაემორჩოს და მე ეს დასვობა შეიძლება ეს ადამიანი ჩამოყალიბდეს ადამიანად რომელიც არსვამს კითხვებს იღებს მოცემულობას ისე როგორც არის უჭირს საკუთარი აზრის გამოხატვა ან მეორე უკიდურესობას როდესაც მან არ იცის სხვისი მოსმენა სხვისი აზრის გათვალისწინება სხვისი გადმოსახედიდან კონკრეტული საკითხის შეფასება და ასე კარგი ფრაზა თქვით ახლა სხვისი გადმოსახედიდან ფაქტის შეფასება აი ხშირ შემთხვევაში ჩვენ თუ სხვისი გადმოსახედიდან მართლა შევხედავთ იმ პრობლემას, მაშინ არც კონფლიქტი არ იქნება და გავუგებთ ერთმანეთს. ალბათ ამას მიმღებლობა გქვია უკვე რაც ამ ბევრ ადამიანს არ აქვს. კი, აი ადრეულ ასაკში რა თქმა უნდა ის ამას მიყვართ ისევ და ისევ ემოციური ინტელექტთან, იმიტომ რომ აი თუ გვინდა უბრალოდ რომ
კონდეს ბავშვს კარგი კომუნიკაციის უნარები, კარგი ემპათია, ხო? როდესაც მაგალითად ერთი ბავშვი მეორე ბავშვს სათამაშოს წაართმევს, აქ შეზღუდვის დროს არ ვეუბნებით, რომ არ წაართვა სათამაშო, ამას არ ვეუბნებით ჩვენ. ვეუბნებით, რომ აი წარმოიდგინე ახლა ის როგორ გძნობს თავს, შენ რომ ის ადგილას ყოფილიყავი, შენც ხო გეწყინებოდა. კარგით, ბავშვს უნდა ვასწავლოთ, მაგრამ როდესაც ზრდასრულები ვართ და ყოველთვის მუდმივი კონფლიქტი გვაქვს ადამიანებთან, ამ დროს ხო კომფორტის ზონაში, როდესაც ადამიანს უნდა მშვიდი ცხოვრება, რეალურად არ ხარ. ანუ საზრისი ხო უნდა მოგივიდეს იმის, რომ მოდი რაღაც უნდა შევცვალოთ ჩემში, რომ რაღაც მშვიდად მაინც ვიყო, იმიტომ რომ ერთთან კონფლიქტი, ორთან კონფლიქტი ცხოვრება თუ თავს ვიტყუებ. მე პირადად მინდა თავს არ ვიტყუებ, ნამდვილად არ მინდა ყველასთან კონფლიქტი პირიქით ეხლა რა. ჰარმონიულ ცხოვრებას, როდესაც შენ სიყვარულს გასცემ, გაუგებსოფოს პაატას და ასევე გაგიგებენ, ამას მე მგონი არაფერი ჯობია და ხს მუდმივ კონფლიქტში რო ვარ და რაღაცას ვამტკიცებ. ანუ როდესაც საზრისი მაქვს, მაშინ რატო ვერ ხვდები? გავიგე რომ მშობელმა ეხლა შეიძლება თუნდაც ჩვენს დროს საერთოდ არ იყო ფსიქოლოგია და არ იყვნენ ინფორმირებული მშობლები, მაგრამ გავიზარდე. ყველაფერი ხარ შეძმა მშობელს დავაბრალო, მეგობარს დავაბრალო. ხო შეიძლება რომ მეც გადავშალო წიგნი, ავიღო გაჯეტი, უამრავი ინფორმაცია. კარგი კითხვა. ხშირად როდესაც კლიენტები მოდიან ჩვენთან, ჩვენ ვეუბნებით, რომ იცი რა, რაც ბავშვობაში მოხდა, მაშინ შენზე პასუხისმგებელი იყო შენი მშობელი. რაც შენ გინდოდა რომ შენ მშობელს გაეკეთებინა შენთვის, მაგრამ არ გააკეთა, ახლა უკვე შეიცვალა, შენ ხარ დასრული ადამიანი, შენ თავად გაქვს პასუხისმგებლობა საკუთარ თავისადმი, ამიტომ თუ შენ გსურს რომ შეცვალოს კონკრეტული მოცემულობა, მაშინ შენ უნდა აიღო ამ კონკრეტულზე პასუხისმგებლობა და დაიწყო საკუთარ თავზე მუშაობა. ის რომ ხშირად კონფლიქტურები ვართ, ამასაც ისევ და ისევ მივყავართ ემოციური ინტელექტთან, ხო, რა არის ამის მიზეზი, რა იწვევს ამ კონფლიქტს, იქნება და არ შეგვიძლია ჯანსაღი კომუნიკაცია, პრობლემის მოგვარება, ბევრი დეტალი არის გამო შეიძლება ჩვენ ან ინფორმაციას ვერ გავცემთ სწორად, ემოციებს ვერ გამოვხატავთ სწორად და ვერც ვიღებთ სხვისგან. ბევრი მნიშვნელოვანი ნიუანსი ამ ყველაფრის უკან თუ რა იწვევს ამ კონფლიქტებს. თუმცა პაატა მინდა გითხრა, რომ ძალიან აისახება ხოლმე ჩვენზე ადამიანებზე, როდესაც სისტემატურად ვართ ისეთ გარემოში, სტრესულ გარემოში, კონფლიქტურ გარემოში, შეიძლება პირადად კონკრეტული ადამიანი არც იყოს კონფლიქტური, მაგრამ ასეთ გარემოში ხშირად ყოფნა იმდენად აისახება მას, რომ თვითონაც კი მიბაძოს უკვე ამ კონფლიქტურ ხერხებს და თვითონაც კი დაიწყოს თავისი პოზიციის ისე უხეშად დაჭერა, დამტკიცება, რომ ამით დაიწყოს, ასე ვთქვათ, პრობლემა. ყოველთვის როცა სხვისგან იღებ რაღაცა თავდასხმას და მუდმივად გიწევს თავდაცვა, ხო? შესაძლოა უბრალოდ გადაწყვეტილება თქვენ მანამდე სამი ლაპარაკობთ ერთ რაღაცაზე და აი ჩემთვის რაღაცა ძალიან ყურადსაღები ამბავი გამოვიდა რა. აი ფაქტთან დაკავშირებით, ანუ ფაქტს შევხედოთ და უშუალოდ სხვა. ანუ როგორც ვიცით ახლა რაღაცა ყველას გვაქვს ინფორმაცია და თქვენს დარწმუნებული ვარ, ანუ მე-19 საუკუნემდე როდესაც იყო დაუშვათ ბუნების მეტყველება ზოგადად, როცა ითვლებოდა რომ ყველა ფაქტი ფაქტია. და უბრალოდ საკმარისი აიღო ბრუცელი და კალამი, ნუ ამ დღეს უკვე კამერა და ეს ფაქტი დააფიქსირო და ეს არაცა, ანუ მე ვარ მხოლოდ და მხოლოდ დამფიქსირებელი. მე გაჩნდა და უშუალოდ ის გეშტალტის იდეა, როდესაც და ეს იდეა დღეს ძალიან აქტუალურია, მაგრამ მე მგონი ვერ დავეწიეთ, როდესაც შენ დაკვირვებისას გავლენას ახდენ იმაზე, რასაც აკვირდები. აქ და ამჟამად ხო, ანუ იმდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რომ ფაქტობრივად ფაქტმა შეიცვალა შინაარსი, ხო, მანამდე ფაქტი იყო ურყევი რაღაცა, ეს ჭიქა აქ დევს და საკმარისია, ეგ ჭიქა. მაგრამ რასაც ახლა თქვენ ლაპარაკობდით, ხო, ანუ გამოვიდა ის, რომ როგორია ფაქტი. ჩემსკენ არის ფაქტი, რომ ჩემს ჭიქას აქვს სახელური. თქვენ მაქედან რო უყურებთ სახელური ჭიქას არა. ვერ ხედავს სრულიად ჩემს. შესაბამისად, მე და თქვენ რო ერთმანეთს გავუგოთ, აი შენ რაც თქვი, თქვენ რაც თქვით, შენი გადასახადი. ერთმანეთის გადასახედიდან შეხედო, იქნებ მართლა არა აქვს ჭიქა. მიღებლობა იქიდან ყური არა. რა თქმა უნდა. ფაქტია. აქედან თუ წითელი ლაქაა და მე აქედან ვერ ხედავ, ჩემთვის ეს ჭიქა შავია და ამ დროს იქიდან წითელი ლაქა აქვს შუაში. ხო, ამიტომ მე თქვენ მხარეს ვერ დავინახავ, თუ არ მოვისმინე თქვენი მოსაზრება, თუ არ გამოგყავთ. აი მოსმენა თუ არ ვიცი. რეალურად. რა თქმა უნდა, ხო, აი მოსმენა თუ არ ვიცი, თუ ნება არ მივეცი, რომ
აი შვილების შემთხვევაში თუ მე ნება არ მივეცი რომ რაღაც გამიზიაროს ხო იმიტომ რომ არ ვუსმენ და მხოლოდ ჩემს ასეუბნები და ის გააკეთე ასე მინდა ისე ჩემი მოთხოვნებია ხო მე გვიჭირს ხოლმე მისი აზრის მიღებაც გათვალისწინებაც და თქვენ რო ეხლა მეუბნებთ რომ თქვენ ჭიქას თქვენ მხარეს აქვს სახელური ხო რომელთაც ჭიქას იღებთ ჩემგან ის არ ჩანს ამიტომ მე რა მჭირდება მოვისმინო მე ვიცადო რომ თქვენი მხრიდანაც შევაფასო ეს სიტუაცია თქვენ მართალი ხარ აღიარებათ ამ ხო თუ რაღაც მე თუ გეუბნე არა ამ ჭიქას არ აქვს ეს სახელური და ასე შემდეგ მე დავინახეს ხომ ხარე აღიარო მართალი ხარ პატა მე ვხედავ ამას და მართალი ყოფილიყარ მართალი ხარ შენი გადასახედი და ხო და მე მეკანა მოდი აბა ჩემი მხარეც ნახე მე რატო ყველაფერი ყველაფერს მაინც მივყავართ რაღაცა ჯანსაღ კომუნიკაცია აგით კომუნიკაცია არ მყარდება უნდა შევეშვათ ადამიანს რომ კონფლიქტში არ შევიდეთ თავს ვუხრით რომ მართალი ხარ ანუ ამ დროს კონფლიქტი რო არ გინდა რო არ ესმის მაგალითად საინტერესო კითხვაა როდის უნდა დაუხარო თავი რომ მართალი ხარ იცით რა შესაძლოა ალბათ დავიღლებით როცა დავიღლებით მაგრამ ისეთ რამე თუ ხდება რაზეც ვიცით რომ თუ დავეთანხმებით ეს რაღაცა კონკრეტულ საქმეს გააფუჭებს ხო ზოგადად სასურველია ხოლმე რომ ასეთი ადამიანებთან კომუნიკაციისგან საქმისგან თავი შევიკავოთ იმიტომ რომ შენი ენერგია მიდის მართალი ერთ-ერთი დიდი გენიალური ქრისტიანული ფრაზა მახსენდება რომ მეორე ლოყის მიშვერა და იგულისხმება ის კი არა რომ მართლა შენ უშვირო მეორე ლოყა არამედ ყველა ერთმანეთს ლოყები უშვიროთ და დამკველი არ დარჩება და მეორე ხო ნუ ფაქტი ამაშია ხო და არა უბრალოდ რომ ერთმა ურტყას მეორეს და ქართული ფილმი არსებობს ფოტოშოპის ერთი თუ გახსოვთ დინარეში რო დგანან და ერთი რო ბოდიში ხდის და მეორე გამომჩერებლად ურტყავს და საბოლოოდ ვინც ურტყავს ის აგებს ქართული ფილმია მართლა ძალიან მაგარი არ მახსოვს ავტორი ნახეთ და ერთი ფილოსოფოსი ამბობდა კიდე თუ ფსიქოლოგიც მე-20 საუკუნეში ახლა დამამის და რას ვარაგავ მართლა იმის ხელის გათქმაზე იყო არა გავშეთხოვე ხელის გათქმაზე არის აი თერო ამბობდი ფაქტობრივად სანამ გაიხსენებ შენ ერთ დეტალზე მინდა გავამახვილოთ საჯარო სივრცეებში არსებობს გარკვეული წესები, რომლის დაცვაც აუცილებელია, ან რომლის დაცვაც გთხოვენ, ხო? აი მაგალითად ხა ძალიან მარტივი მაგალითი რო ავიღო, აი თეატრში მაგალითად ვერ წავალ ისე ჩაცმული, ანუ ეს ჩემს გონებაში დევს. ეს არ ვიცი ხა უკვე მოახდინეს თუ არა ჩემზე გავლენა თუ ჯანსაღი უბრალოდ ქცევა არის. მაგალითად თუ ზაფხული არის მოკლე შორტით, ან ჯინსით, ან რაღაცა უბრალოდ გადაცმული მაიკით ითვლება რაღაცნაირად არაკულტურულად შეიძლება ითქვას. მეც ხშირად მithქვამს ჩემი შვილისთვის, რომ აი მასე ვერ წახვალ თეატრში. აქ ასე ნუ იქცევი, აქ არ შეიძლება ასე. ხმამაღლა ნუ საუბრობ, როდესაც მაგალითად თავშეყრის რაღაცა ადგილზე ვარ. ეს ცენზურა თუ ეს არის ქცევის ის ქცევა, რომელიც ნორმად და ჯანსაღად ითვლება. იმიტომ რომ თუ მაგალითად მე თეატრი მიკრძალავს, ანუ ის გადატანითი მნიშვნელობით ვამბობ, რა თქმა უნდა, მიკრძალავს თავისუფლად ჩაცმას და მისვლას და თუ ჩემი სურვილი ეს არის, ნუ ჩემთვის მნიშვნელოვანია ამ დროს მე რას ვხედავ იქ და რა მომაქვს ხო თეატრიდან და არა ის მაგალითად როგორ გამოვიყურები. ეს არის ცენზურა, აკრძალვა არის თუ ჩვეულებრივი ნორმაა. იცით რა, მნიშვნელოვანია ამას როგორ მივაწოდეთ. მაგალითად ვეტყვით რომ იცით რა, მაგალითად ეკლესიაში როდესაც მიდიხარ და ეკლესიას აქვს წესი რომ შენ უნდა გეცვას, ხო? რაღაცა გრძელი ფორმის ტანსაცმელი და არა მოკლე, იმიტომ რომ ეკლესიას აქვს ეს წესი და ჩვენ თუ ამას პატივს ვცემთ, მაშინ ჩვენ ამ სამოსით უნდა მივიდეთ ამ კონკრეტულ ადგილას. ეს კიდე სხვა და მეორეა, როდესაც თვით გამოხატვაში, ბავშვის თვით გამოხატვაში უხეშად ვერევით, მაგალითად თუ მას უყვარს კონკრეტული სახის სამოსი, კონკრეტული არ ვიცი აქსესუარები და ჩვენ ვეუბნებთ რომ ეს ასე არ ჩაიცვა, იმიტომ რომ პირობითად სხვა რასი ფიქრებს, სხვა ასე არ იწმევს, სხვა ასე არ აკეთებს. ამით ჩვენ რა თქმა უნდა, ამით ჩვენ უხეშად ვერევით უკვე მისი საკუთარი თავის თვით გამოხატვაში, იმიტომ რომ ჩვენი ტანსაცმელი ძალიან ხშირად არის ჩვენი თვით გამოხატვა, ეს აქსესუარებიც და სხვა ყველაფერიც. თუმცა ჩვენ თანხმდებით რომ ეს სოციალური ნორმები რაც არის, რაც თქვენ ახსენეთ შეიძლება იყოს უფრო მეტად სოციალური ნორმები, ვიდრე ცენზურა, არსებობს იმისთვის, რომ რაღაცა ქაოსი არ იყოს, ქაოტური არ იყოს მდგომარეობა და
თუმცა ის რომ ხმამაღლა არის საუბრობთ, როდესაც კინოში ვართ, რა თქმა უნდა, ეს ნორმაა, რომ ხმამაღლა არ უნდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ იქვე არიან სხვა ადამიანები, რომლებიც კინოს სანახავად არიან, მოსასმენად არიან და ნახეთ სოციალური ნორმის დარღვევა ხდება. ეს შეიძლება უბრალოდ ვუცხრათ, რომ ასეთი სოციალური ნორმა არსებობს და მე თვითონ უნდა გადაწყვეტოს მაგალითად, ასე ჩაცმული სად შეიძლება წასვლა, ასე ჩაცმული სად გინდას, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ სოციალური ნორმებიც თავიდანვე გქონდეთ ამ ბავშვებს, ანუ გამოდის რომ არ უნდა აგვერიოს ერთი მეღოდისგან. კი, მაგრამ რაღაც ეს სოციალური ნორმები ეხმარება კიდე თუ კითხოს დასვამს მაგალითად რატომ კითხვის დასმამდე შეგიძლიათ მიეწოდოთ ინფორმაცია, რომ იცი რა ის ხელს უწყობს იმას, რომ რაღაცა ქაოსური მდგომარეობა არ იყოს და ამაზე შეთანხმდა ერთ დროს საზოგადოება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს აუცილებლად ასე უნდა იყოს და დასაწყისშიც აღნიშნეთ, ეს ყოველთვის იცვლება, განსაკუთრებით ვიზუალთან დაკავშირებით, ჩაცმასთან დაკავშირებით, ამიტომ ეს ყველაფერი ცვალებადია, თუმცა რაღაც დისკუსიაში უნდა შევიდეთ და ვნახოთ მას რატო გაუჩნდა თუნდაც ამის სურვილი ჩაცმის და წასვლის და ასე შემდეგ. ისე აქვე უნდა აღვნიშნო აუცილებლად, რომ ახლა გულწრფელად რო თქვა, ახლა მე მაგალითად როცა თეატრში მივიდივარ, აი ვერ წარმოვიდგენი, ახლა თეატრის დარბაზი იყოს სავსე ადამიანებით, რომლებსაც ეცმევათ შორტი, ჯინსი, მაიკა, რაღაცა კუდ რაღაცნაირად ხო, ცოტა ხო, რეალურად ამოვარდნილია. იცით რა, ეს ჩვენ ძალიან ხშირად გონებაში გვაქვს ის, რასაც სოციუმი აჟღერებს მაგალითად და ჩემთვის პირადად ხო მე თეატრში რომ წავიდე, საერთოდ არ გამიჩნდება იმაზე ფიქრი, ან დაკვირვების სურვილი თუ რაც ვეთ იქ სხვა ადამიანებს, იმიტომ რომ ჩემი იქ წასვლის ასე რომ ვთქვათ მოთხოვნება სურვილი არის სულ სხვა რა. ეს ყველაფერი დამოკიდებულია მაგრამ როცა ვამბობთ რომ თეატრში ასე არ დადიან, აქ უკვე ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ლოცვით უკვე ყურად. თუმცა იცი რა, რაღაც კონკრეტული, აი მაგალითად რაღაც კონკრეტულ საღამოს ღონისძიებაზე თუ თქვით რომ გვაქვს დრეს-კოდი და ამ დრეს-კოდით უნდა მოხვიდე და ამ დრეს-კოდს არ ყვევ, მაშინ შეიძლება რაღაც კითხვები გაჩნდეს, მაგრამ თეატრში მისვლისას ჩვენ ხარ გვეუბნებიან რომ კონკრეტულად უნდა დაიცვათ. ეს უბრალოდ ჩვენ გვაქვს აი ფილმებიდან ეს გავლენა ჩვენს გონებაზე ის რომ თეატრში უნდა იყოს შესაბამისად ჩაცმულები და არა ყოველდღიური ტანსაცმლით, რითიც გარეთ ვსეირნობთ მაგალითად. კი ბატონო. შესანიშნავი. ძალიან დიდი მადლობა ჩემს დავიწყებულ შეკითხვას მე Facebook-ზე მოგწერეთ. ხომ გადახსოვდა. ამ შეკითხვები გაქვთ Facebook-ზე მოგწერეთ თუ შეიძლება. ისარგებლე გავარეკლამებ. მადლობა ირმა საინტერესოდ საუბრისთვის, ნუ საბოლოოდ აღმოჩნდა რომ არსებობს რაღაცები, რაც სწორად იმ მიმართულებით არ გვესმის ხოლმე, როგორც უნდა გვესმოდეს და სწორად ამისთვის ვართ რომ მათ შორის ჩვენც გავიგოთ რა არის სწორი, რა არის არასწორი და როგორ უნდა მოვიქცეთ. მადლობა კიდევ ერთხელ და ჩვენ რამდენიმე წამში ისევ დავბრუნდებით. ძალიან საინტერესო თემაზე ვისაუბრეთ, წესრიგი და უნიშნელოვანესია რომ გავითვალისწინოთ თითოეულმა წესრიგი, მაგრამ თავარია სხვებზე არ ვიყოთ ორიენტირებული, ანუ თავად ჩვენ გქონდეს შინაგანი კულტურა, შინაგანი დისციპლინა და როდესაც ჩვენ ვიქნებით უკვე იმ სიმაღლეზე და იმ მოწოდებაზე, თითოეული ადამიანის თავის თავზე იქნება პასუხისგებელი, ალბათ ირგვლივ ყველაფერიც დაალაგდება და ასევეა თითეული საქმე ჩვენს ცხოვრებაში. მე მინდა ბალეტზე ვისაუბრო, ეხა 1-2 სიტყვით გაგიზიაროთ პირადად ჩემი გამოცდილება, ყოფილი ბალერინა გახლავართ იცით და უნიშნელოვანესი საბალეტო სკოლაში პირველ რიგში არის დისციპლინა. თუ დისციპლინა არ ექნება ბალერინას, მაშინ შეუძლებელია ფიზიკურად იმ შედეგს მიაღწიოს, რა შედეგსაც ისინი აღწევენ, იმიტომ რომ ეს არის პროფესია ფუფუნების, ეს არის პროფესია შრომის და ეს არის ურთულესი პროფესია. დისციპლინის გარეშე ვერც დასი ვერ იქნება, ვერც თითოეული ბალერინა ვერ იქნება და რა თქმა უნდა ქორეოგრაფი ვერ შეძლებს მასთან ურთიერთობას. ალბათ გაიგო ჩემმა მაყურებელმა თუ რა თემაზე მინდა ვისაუბრო, ეს არის დისციპლინა და ერთ-ერთი ურთულესი, უსაყვარლესი ფუფუნების ხელოვნების კუთხით მინდა გავშალოთ და ვისაუბროთ ამ თემაზე, ეს არის ბალეტი. ამიტომ სტუდიაში უნდა მოვიწვიო პროფესიონალი ბალერინა, ქორეოგრაფი თაკო კაკულია. მოგესალმებით. შუა დღემშვიდობის თაკო, დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ დრო და მოხვედი ჩვენთან. მოდი დავიწყოთ ყველაფერი თავიდან, დისციპლინიდან.
დისციპლინა ბავშვებს. კი ბატონო, ვასწავლო დისციპლინა ბავშვებს, თაობას, რომელსაც თავისუფლება უყვარს და მიაწოდოს ეს პედაგოგმა აი ესე თამაშ ღიმილით, პოზიტივით და ჩამოაყალიბოს მასში ეს ჩვევა არ არის მარტივი. რა ძალისხმევა გჭირდება ამ ყველაფრისთვის და როგორ მოყვება შენი პატარა ბალერინები? რა თქმა უნდა, პატარებთან ცოტათი რთულია ამ ყველაფრის განხორციელება, მაგრამ თავიდან როცა მოდიან, აი 3 წლის პატარები როცა მოდიან 4 წლისები, უფრო ვიწყებთ თამაშით ხოლმე რა შეჩვევას ამ ყველაფრის, რომ შეუყვარდეთ თვითონ პროცესი ბავშვებს, რომ აი რას აკეთებენ, რისთვის მოდიან. და შემდეგ, როცა გადის უკვე რამოდენიმე თვე და ისინი გვეჩვევიან ჩვენ როგორც პედაგოგებს, მაშინ უკვე ვიწყებთ მოთხოვნას. და მოთხოვნას რო ვიწყებთ, იქ მშობლებთანაც გვაქვს ურთიერთობა და ვეუბნებით, რომ უნდა იცოთ ფორმა აუცილებლად, თვები უნდა იყოს გადაწეული აუცილებლად და თავიდანვე ბავშვებში აი ვითარდება აი ეს ჩვევა, კულტურა იმისი, რომ სადაც მიდიხარ, რასაც ემსახურები, იმის შესაბამისად უნდა მოიქცეს. და აი ასე შესაბამისად ნელ-ნელა თამაშით გადადის შემდეგ მოთხოვნითში და უკვე დისციპლინას ვაჩვევთ ამით. ესე იგი არა მარტო ის რომ დააგვიანოს გაკვეთილზე და უნდა მოვიდროს ადრე, აუცილებელია იყოს ვიზუალურადაც მოწესრიგებული გადაწეული თმა, შესაბამისი სამოსი და რა თქმა უნდა ეჩვევიან შემდეგ ზრდასრული, როდესაც არის ადამიანი, ეს უჯდება, თავისებურად ხდება, თავისთავად ხდება. რა წინააღმდეგობებს მაგალითად აწყდები არიან ბავშვები, ვისაც თავისუფლება უყვარს და მოკლედ ვერ ისწავლოს შეიძლება ეს დისციპლინა, ან არ სიამოვნებდეს და აი ძალდატანებით არ აკეთებდეს ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, ხო თან ეხანდელ თაობაში მით უმეტეს უფრო თავისუფლად იზრდებიან ბავშვები ჩვენსგან განსხვავებით, იმიტომ რომ ჩვენი თაობა როგორც გახსოვს შენ, ერთად ვცეკვავდით და მართლა აი ყველანი რომ მონდომებულები ვიყავით, ყველანი ძალიან მოწადინებულები და აი სულ ფორმაში, სულ თმები გადაწეული. ეხლანდელი თაობა საერთოდ განსხვავდება ჩვენი თაობისგან ნამდვილად და უფრო თავისუფალი თაობა მოდის და თითქოს არ ემორჩილებიან წესებს რაღაცნაირად. ცდილობენ ყოველ შემთხვევაში. მით უმეტეს მყავს ისეთი ჯგუფი, რომელიც არის აი უკვე თითქმის გარდატეხის პერიოდში რო გადადიან 10, 11, 12 წლის და აი მანდ უფრო ვაწყდები რაღაც მოდიან ხუდით ჩაცმულები და ცდილობენ რომ თავისი ის გამოავლინონ ინდივიდუალურად. ხო, და თმები რაღაცა გაიკეთონ, რაღაც გოგოები რა მოკლედ და მაინც არ საყვედრობ სიმართლე გითხრათ, მე არ საყვედრობ, მაგრამ ვეუბნები რომ აუცილებელია გვიშლის ეს უბრალოდ, იმიტომ რომ არ ჩანს სხეულის ფორმა, შენ ხელი როგორ დაიჭირე, სიმრგვალე გაქვს თუ არა, ამ ხუთში იწელება ეს ყველაფერი, ეს რატომ მოდის ეს დისციპლინა, რატო არის ეს საჭირო ყველაფერი, იმიტომ რომ პედაგოგი ხედავდეს მოსწავლის სხეულს მთლიანად და თმებიც რომ გადაწეულია მოძრაობების დროს რა ფუნქციური დაპირთვა აქვს უბრალოდ ხო რო დავინახო არა ფუნქციური ნამდვილად არ არის ეს არის აუცილებლობა რომ სხეულის ყველა ფორმა ჩანდეს და ეს წინა ხო არა უშავს მაგრამ აი თმები რომ ჩამოყრილია და ეს გვიშლის იმიტომ რომ ხშირად ხელს მე ეს ჩვევაში გადადის რაღაცის გასწორება მუდამ და ბალეტი იმდენად მოიცავს სისწორეს სისუფთავეს და უნდა იყოს ყველაფერი აი რაღაც ძალიან კარგად შესრულებული რომ სიზუსტით რომ აი რაღაცის გასწორება კი არა ზედმეტად გახედვაც არ შეიძლება ხო ბალეტში თუ არ არის დადგმული და ამ ყველაფერს რა თქმა უნდა ეს დისციპლინირებული და ეს სიტუაცია აჩვევს და რა ვიცი ხდება ბავშვებში ეგეთი ამბებიც ჩვენ მერი მახსენა რომ აბსოლუტურად თითქმის ყველა საქმეში წესრიგს დიდი მნიშვნელობა აქვს პასუხისმგებლობას და ასე შემდეგ მაგრამ აი განსაკუთრებით ხოლმე გამოირჩევა ხოლმე აი ბალეტში არსებული ეს მოთხოვნები წესები და ასე შემდეგ რომ რაღაცნაირად უფრო მკაცრად ჩანს ხოლმე თითქოს მაინტერესებს აი საბალეტო სკოლაში არსებული აი ეს ქცევის ნორმები თუნდაც როგორ გამოიყურებიან რამდენად მიყვებათ ხოლმე შემდეგ ჩვეულ ცხოვრებაში რას ცვლის აი თქვენ შემთხვევაში და რომ თქვენი დაკვირვებით რომ მე ერთადერთი შემიძლია ის თქვა რომ ძალიან ადამიანს ძალიან ზრდის აი პატარობიდანვე ზრდის მობილიზებულად ანუ მთელი ცხოვრება რო გაყვება ისეთი მობილიზებული ხარ იმიტომ რომ იმდენად აი დილით 9 საათზე გეწყება თქვა სწავლა ხო საბალეტოში ჩვენ 10 საათზე გვეწყებოდა ჩვენ დროს ეგრე იყო და
ის 10 საათზე იწყებოდა, მაგრამ 10 საათზე კი არ უნდა მისულიყავი, და მისულიყავი ადრე, უნდა მომზადებულიყავი და გახურებულიყავი და უკვე 10 საათზე იწყებოდა კლასიკა. და კლასიკა ეს სულ სხვა თემაა, უკვე გახურება კიდე სხვა და აი ამ მობილიზებას იმდენად გაჩვევს მთელი ცხოვრება, ხო, აი პატარა რო ხარ, დედის გაღვიძება კი არ გჭირდება. შენით იღვიძებ, შენით გეშინია, ვაიმე არ დავაგვიანო და რამდენჯერ შაბათი კვირა, შაბათს გვაქვს რეპეტიცია ვთქვათ, მაგრამ კვირას ვისვენებთ, ხო? რამდენჯერ კვირას წამოვხტარო მეთქი, ვაგვიერი და გავგვერდა მუდმივად მზადყოფნაში ხარ. და სულ მობილიზებული ხარ რაღაცნაირად და მთელი ცხოვრება იმდენად მიყვება ეს მობილიზებულობა, რომ აი ყველაფერში გეხმარება, მე მთელი ცხოვრების დიასახლისობაში გეხმარება. საქმეების მობილიზებაში სწრაფად ბავშვებთან იმასთან ყველაფერი უნდა გახსოვდეს, აი ხო როგორ გჭირდება რა ცხოვრებაში მენეჯმენტი, აი დროის მენეჯმენტი, ხო აი ყველაფერს გასწავლის ფაქტიურად, რომ აი კონდეს მობილიზებულად მთელი ცხოვრება და ძალიან მაგარია მაგის. ხო ეს რატომ გახდა ახლა ჩემთვის შესამჩნევი და რატო გამოვყავი ახლა ასე ხაზგასმით ბალეტი, იმიტომ რომ აი ხშირად მაგალითად საუბრის დროს აი მერისგან მომისმენია, რომ აი ეს ბალეტის სკოლა მასწავლა, ეს მისი გავლენაა, მიხვდით და ანუ არა მხოლოდ მერისგან, ახლა რა თქმა უნდა ბევრისგან მოსმენია და ხო, კი, არა. იმიტომ რომ არსებობს ახლა ისეთი პროფესიები და ისეთი საქმიანობა, მაგალითად, რომ იქ ხარ და აი, როდესაც ამ საქმიდან უკვე გადადიხარ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ან იმ სივრცეს უწყდები, აღარ ხარ ისეთი. ახლა მე შეიძლება სამსახურში ძალიან პასუხისმგებლიანი ვიყო, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში არ მქონდეს ეს პასუხისმგებლობა. ხო, აი ბალეტს დავამატებ, რომ სხვათა შორის ბალეტში რადგან გვაქვს ეს ფორმები, საბალეტო კაბები რაც გვაცვია, ხო? ლამაზი, ჭყვიალა და რეპეტიციებზეც ხო გვაცვია თეთრი ტრიკოები, ის ბოდეები, თმები გადაწეული ეს ყველაფერი აი თეატრში როცა გადავედით, ხო? იქ რაღაც თავისუფლება იყო და შეგეძლო ჩაგეცვა ნებისმიერი რამ, პლაშოკის შარვლები იყო, რაღაც ავარჯიშო, სქელი გამაშები და რაღაც აი ეს რაღაცად გიზიდავს ყველაფერი მაინც. რომ რაღაც ნირიახულად თითქოს გამოიყურები, რაღაც აკეცილ დაკეცილ, აი რაღაცად გიზიდავს. და კიდევ ერთ დავამატებ, რომ აი სულ რომ მაკიაჟი გიკეთია, იმდენად ხშირად ხარ სცენაზე, რომ გიწევს მაკიაჟის კეთება, მე პირადად ცხოვრებაში ყოველდღიურად არ მიყვარს მაკიაჟი, ალბათ მაგიდან გამომდინარე, რომ ძალიან ხშირი ის მიწევდა კეთება ამ მაკიაჟის და ყოველდღიურ ცხოვრებაში ვცდილობ რა ძალიან ესე ლაით მაკიაჟები აი ყოველ პროფესიას თავისი რაღაცნაირი გამოიჟღავნება. ჩემ შემთხვევაში ხა მაგალითად ხო აი სულ მოწესრიგებული რომ უნდა ვიყო და მაკიაჟი უნდა მეკეთოს, აი როდესაც მაგალითად ვისვენებთ და არ მუშაობთ, მაგალითად შაბათ კვირას, აი ქუჩაში რომ თუ გავედი მაკიაჟის გარეშე, მგონია რომ რაღაც მჭირს. იმიტომ რომ მიჩვეული ხარ და დისციპლინას ეხა რო თქვი რომ მერი სულ ახსენებს, მეც მიფიქრია მაგაზე, ეს იყო მხოლოდ ბალეტის დამსახურება თუ ჩემი თვისების. ნახე კოცი საუბრობს ამ თემაზე ეხარო თუ გიყვარს შენი საქმე სხვაგვარად არ გამოვა და ეს ნახევარი ჩემი ხასიათია ნახევარი რა თქმა უნდა ამ ყველაფრის საწყისიც არის მაგრამ არ უნდა ხდეს შფოთვა ჩვენ შფოთვა გვაქვს და ჩვენ ვიყავით აი როგორი მოჭიმულები არიცი ეხა 1 საათით ადრე რომ მიხვალ აი დაგვიანებას გვერჩივნა რომ 1 საათით ადრე მივსულიყავით ამას ყველაფერს თავისი ბარიერები ახლდა იმიტომ რომ შენიშნა აი მე მაგალითად არ მიყვარდა შენიშნა ფსიქოლოგიური კუთხით თუ ჩავშლით შენიშნა არ მიყვარდა და იმდენად არ მიყვარდა შენიშნა რომ მერჩივნა 2 საათით ადრე მივსულიყავი რა ანუ აკეთებდი ყველაფერს რა აკეთებ მაგრამ ეს ხო ჩემი ნერვების ხარჯზე იყო ეს მერე მივხვდი და ამიტომ აი თაკო ცდილობს ახლა ეს ყველაფერი რომ დააბალანსოს თავად აქვს ეს ყველაფერი გამოცდილი აი რა შენიშნას აი მაგაზე გამახსენდა და თქვა შენიშნასაც შეეხება ახლა ჩვენ მართლა ისეთ სტრესში გავიზარდეთ არც ვალავ მაგას და არც დავმალავ არასდროს იმიტომ რომ კი რა თქმა უნდა სტრესი მოყვება ამ ყველაფერს იმიტომ რომ პედაგოგი ცდილობს რომ თავისი ბავშვები იყვნენ უმაღლეს დონეზე და ეს სიმკაცრის გარეშე არ გამოდის მართლა არ გამოვა ის რომ ყველაფერი იდეალურად იყო თან მაშინდელი ხო მიდგომა კიდე სხვა იყო ვიდრე დღევანდელი და ერთი რამ მახსენდება შენიშვნასთან დაკავშირებით. ჩემზე შენიშვნები პირველ რიგში იყო წონაზე, სულ მუდამ დიეტაზე ვიყავ, მშიერი დავდიოდი. კონცერტების წინ ვიყავი სულ მშიერი მოკლედ და ნუ კონცერტი რომ დამთავრდებოდა, მე ბედნიერი ვჭამდი. და მე იყო ერთი მომენტი
ну, მოკლედ ჩვენი პედაგოგი იყო რაღაც სასწავლო, რაღაც არ უნდა დაგრჩენო და რა ვიცი, ყველაფერი როგორ საკითხზე დაკიდებული, უნდა მოგეტანა ესე იგი თმის გვირგვინი, თავისი კაბით, თავისი იმითი ტრიკო, ისე, ну, ყველაფერი ესე ცელოფანში და ესე უნდა მოგეტანა რაღაცნაირად. ცხოვრებაშიც კი იყო და რაღაცა, რამარანი ბალეტკა ხო? ნუ ისა რა ქვია, ერთ-ერთი კონცერტია და ცეკვავთ 4 გოგო ავე მარიას და მე ესე მოვდივარ და ნუ ამ ოღონდ ამ რუსიკოსის დავიმსახურად შექება და თავს ზემოთ ხვტებით რა ისე დროში ვარ და მოვდივარ მოწესრიგებული ჩემი ჭკუით ეხა და მომაქეს ჩემი წაბა ესე და მომაქს და ვიცვლი ეხა და გამოდა ახეთო შეხედეთო თამრიკოს მიწახდა აი შეხედეთო თამრიკოს როგორ მოწესრიგებული მოაქვს ყველაფერიო და ხო და რაღაც ძალიან გასწორებული ხო და ვიცვევ ამ ყველაფერს და სადა ჩემი თმის გვირგვინი ჩემი თმის გვირგვინი არა რომ ნახეთ უყურეთ მაგალითი ვარ და ვაიმე თმის გვირგვინი არ არის და რა ვქნა ეხა რუსიკოს პირში ჩავარდნა როგორც და ნუ შეიძლება თეატრი გადადგას ისე დღეში და მე ხო საერთოდ რა მიქნას და ჩემი ძმა გადამარჩინა ჩემმა ძმაო ჩავირბინე ჩქარა გეხვეწები გაიქეცი ხა სახში ჩქარა მომიტან და ისე ჩუმად მოვახერხე და გვირგვინიც მეკეთა და მშვენიერთაც ვიცებად არა ხო და იგო ტელევიზორს თუ უყურებს პასუხისგებლობა ქონდა და მაგიტო ინერვიულე ხო შეიძლება სხვას არც ინერვიულა და ეს ყველაფერი ძალიან მან აღქნა ეხა მივიღებ შენიშვნას და არც მქონდეს აი ნახე შინაგანი პასუხისგებლობაც ქონდა და თან გამოგიმუშავდა ეს ყველაფერი და დღემდე არ მიყვარს აი შენიშვნის მიცე აი არ მინდა რომ გავაკეთო ისე რომ რაღაცა შესანიშნი დამრჩეს თუ თქვა მივიღე რაღაცაზე თქვა ყოველ შემთხვევაში შენიშნო ვცდილობ რომ მეორეჯერ თქვა ამაზე აღარ იყოს საუბარი და ეს მართლა მოყვება ბავშვობიდან და დისციპლინით. თაკო იცი რა მაინტერესებს თუ დავაკვირდებით წლიდან წლამდე იცვლება ხოლმე ინტერესი ამა თუ იმ საქმის მიმართ და პროფესიის მიმართ ხო? მაგალითად წელს თუ ძალიან პოპულარულია თქვა სპორტული ცეკვები ან ჩოგბურთი მომავალ წელს შეიძლება ეს ჩაანაცვლოს სხვამ. აი ბალეტის მიმართ მუდმივად არის ინტერესი, მაგრამ აი დღეს რა გამოწვევების წინაშე დგას ბალეტი? ბალეტის მიმართ ანუ ინტერესი იმიტომ არის, რომ ბალეტი არის ბაზა. აი როგორც ოპერა არის მაღალი კლასის ხელოვნება და სიმღერაში აქვს თქვათ იქ თელის გადის ხო კლასი, ისევეა ბალეტიც. ბალეტის ქორეოგრაფია ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი სახის სპორტი იქნება, რავი, აი რაც ქართული ცეკვები იქნება თუ რაც სამეჯლისო თუ რა, ყველა სჭირდება ქორეოგრაფია. აი ამიტომაც რჩება აი ინტერესის სფეროში ბალეტი და თან მით უმეტეს კიდევ უფრო განვითარდა და ვითარდება და უფრო იხვეწება სასწავლოდ ეს ელემენტები ბალეტის და უფრო ლამაზი ხდება და ვინც კი გადის ქორეოგრაფიას მაგალითად ჩვენთან ჭარის ანსამბლის სხვათა შორის ბიჭებით ცეკვავდნენ მაშინ დონ კიხოტი რო დაიდგა ბიჭები შემოიერთა ბატონ ბექარ მონავარდისაშვილმა და მაშინ ბიჭებიც გადიოდნენ სხვათა შორის ქორეოგრაფიას და აღნიშნავდნენ რომ ბალეტ ანუ ამ ქორეოგრაფიამ ჩვენმა კლასიკის გაკვეთილებმა ძალიან დაეხმარათ მათ ქართული ცეკვის მოძრაობების შემდეგში შესრულებაში და აქედან გამომდინარე სხვათა შორის სამეჯლისო ცეკვებს აუცილებლად ჭირდებათ ქორეოგრაფია იმდენად ხვეწავს მოძრაობებს ეხლა შეიძლება ბალეტს აქვს სხვანაირი სტილის მოძრაობები და ქართულს ჭირდება სხვა ხელის დაკავება მაგრამ ფეხებისთვის და საერთო ჯამში იმდენად საჭიროა. ხო, იმდენად რთული მოძრაობები და რაც უნიშნავია დისციპლინას მოყვება აი ეს წელში გამართულობა და ბალეტები თუ კი არ აი თაკოს კიპადიონი გაჭემული აქვს. თაკო დაგემშვიდობებით, მოკლედ წარმატებებს გისურვებთ და დრო მომენტი ჩვენს მაყურებელს დავემშვიდობთ. ჩვენ ხვალ შეხვდებით ერთმანეთს 2 საათზე, ესე რომ კარგად იყავით. აბა დროებით.